აი მაგის მერე 3 ლარი როგორ არ გადავიხარ. შევძლოთ ბიზნეს და მიშას ერთ სუფრაზე დასმა. რომ მათ ჭიქა მეუჭახუნონ ერთმანეთს, მათი შვილები შერიგდნენ. თალისის რეკლამაა, ოღონდ ის უნდა იყოს მე. აი შეიძლება. დაჭირებოდი. აი ეს გადამიკეთეს ის, იაგომ თქვაო რომ ყველა ქალსო 20 ორგაზმი აქვს. გაუმარჯო ჩვენს მაყურებელს დღეს გავერთობით იაგო ხვიჩიასთან ერთად. იაგო გამარჯობა. გაგიმარჯოს ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. გაგიმარჯოს. კეთილი იყოს შენი მომზადება ჩვენთან გადაცემაში და მადლობა რომ გვესტუმრე. გაიხარეთ, მადლობა მოწვევის. როგორ ხარ? ამიშავს. თავად? რას ვიზავთ? ნელა აბა. იაგო, შენი ხარ როგორც ამ საქმის პროფესიონალი, ოსტატი, ყველაზე კარგად ცოდნე და რაღაც, მინდა კითხო ესეთი რაღაც. მესის მაგრამ გრებს აკეთებს. მესის უახერხებს იპოვოს ახალი მწვერვალები, რაც დასაპყრობია. როგორ შეიძლება და მესის ჰეტ-ტრიკის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია დასრულებულიყო და მე მეორე ზედიზედ 2 ჰეტ-ტრიკიც კი მინდოდა და ცოტა დააკლდა 10 სანტიმეტრი. პენალი გამაზა. ხო. ეგ გავი უბრალოდ ეგ ახლა ეგ ჩაულებაა. პენალი ნუ გამაზრდა და გაბრაზდე და მე საზღასაკეთე. იმაზე არის გადავე, მე პოსტი რო დაიდო, ძალიან ბევრი პოსტი დაიდო მაგაზე, რომ პირველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე 3 პენალი გამაზა თუ რაღაცას ისულელე ეწერა რა. ხო, აი პროსტა კაი ტიპი გამოვიდა ბრდღუნის ჭამს ეკაურობას. და რონალდომ მოიგეს ეს მსოფლიო რამდენად გეწყინება მოდი. არ მეწყინება, არა, მე არ მეწყინება. არა. არა, ევროპაში თუ იმეს გულშემატკივრობ, ახლა მე ზოგადად ადრე ჰოლანდიის გულშემატკივარი ვიყავი, სანამ მესი გამოჩნდებოდა, მაგრამ არც რონალდოს მოგება არ მეწყინება. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, რომ მესის გულშემატკივრობ. კი, იმიტომ რომ ნუ ხა ეს ეპოქა 20 წელია გრძელდება და რამე ესეთი საკაიფო დასასრული ცუდი არ იქნებოდა. მესის ვერაფერს ვერ დააკლებს რონალდოს ჩემპიონატში. თუ არ მოუმატებს დაჟე იმ თემას, რომ ეს ორი ფეხბურთელი არიან ვაფშე ამ ეპოქის გოუთები. მე მაგრად მევასება, ორივე ძალიან მევასება, მაინც თიმ რონალდო ვარ. ერთმანეთი შექმნეს. კი, ძალიან. მე თიმ რონალდო ვარ, მაინც უფრო რა მევასება რა, უფრო кайფობ, ცოტა ეგეთ ფეხბურთთან მესიზეც ვაფშე ვიღა რო იძახი რომ მესი მევასება, რატომ ხალხი თვლის რომ რონალდოს ვერ იტანან, პირიქით რო იძახი რომ რონალდო მევასება, მესის ვერ იტანან, რა ორივე მაგარია ძალიან მევასება მეც. ორივე ძალიან кайფობ, მაგრამ ეს იმ დებატის ის არის გამოყოლება, რომ ვინ უფრო მაგრა, როდესაც ხონდა ამ დებატებს არსებობის უფლება, მესი უფრო მაგარია თუ რონალდო და ჩემი აზრით ეს დებატი არასდროს არ იყო ბოლომდე რელევანტური, მაგრამ ახლა ყოველ შემთხვევაში ეს დებატი მორჩა უბრალოდ ხაი, როგორ შეიძლება რონალდოს არ აფასებდე? აი, მესის ფანის თუ ხარ ორ მაგათ უნდა აფასებდე, იმიტომ რომ მესი რო ასეთია ეს რონალდოს დამსახურებაც არის. სხვათა შორის როგორც არა პროფესიონალს ბევრი რონალდოს ფანისგან გამიგია, რამდენად დიდი არის მესი და კი, კაცო, რა მე პირიქით ადეკვატური ფანისგან მე პირიქითაც მგონია, რომ იძახიან, რა ჩვეულებრივი ბონდი. მაგალითად შანსი არ არის ფეხბურთი ოდნავ მაინც გესმოდეს. ნუ აი ძალიან ის თუ არ ხარ რა წამხარეს ფანი რაღაცა ის გარეკილი რო აქვს რომ ორივე არ გევასებოდეს რა. აი მე თუ მკითხავ მე არ წერდი არ მევასება ჯამში სხვა ვიღაცას ვალეჯიკობს საერთოდ და სხვა არის ოლივერ კანს ჯერ კიდევ all time საუკეთესო ფეხბურთელი ჩემთვის სხვა არის მაგრამ მე მესწრაფ მიულერ თომაშ მიულერი არის ჩემთვის სოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ყველა დროის. აი როგორ მითხრა ეს კაი ფეხბურთელი რა. არა მეც მიყვარს მიულერს მეც ვაფასებ, აი მესის ხალხისაც მიულერი უყვარს, მაგრამ ახლა მესიზე წინ ვერ დადგება თვითონაც. არა ვიცი კაცო. მაგას რა თუნდა ლაპარაკით. ეს ჩემი ის არის სუბიექტური აზრია რომ ეს ყველაზე კაი ფეხბურთელი. არა ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია მართლა, ანუ როგორ შეიძლება მიულერი ვინმეზე ნაკლები ვაფშე. მიულერის ინტერვიუ გააქნა ნახი მესიზე და რონალდოზე რო კითხეს რომელი ჯობიაო რა უპასუხა იცი? მე მასთან უკეთესი ანგარიშები მესისთან დადებითი ბალანსი მაქვს და ასე რომ რონალდო ჯობიაო. არა, მაგრამ გადაიფიქრა მე მგონი და წესით. გადაიფიქრა ბოლო პერიოდის ინტერვიუებში ამბობს რომ მესია მთავარია. არა ხო, ძალიან შეიცვალა სხვა სტატისტიკა რომ ადრე რომ ძალიან თანაბრად იყო ხო, მე ნუ მესი. სოფლიო ჩემპიონატის მოგებამ ზოგადად ეს გადაწყვეტა ხო. ახლა რონალდომ რომ მოიგოს სოფლიო ჩემპიონატში რა ისე დაიწყოს ეს ამბავი, მაგრამ მე მგონი მესი უკვე ისე თამაშობს ამ სოფლიო ჩემპიონატს, რომ მას ეხმაურიანად ვეღარავინ ვეღარ მოიგებს მესის ჩრდილს რომ მიაყენებდა. არგენტინას გულშემატკივრობ ისე ზოგადად ხო მსოფლიოზე მიწევს. ანუ შენ მე კონკრეტულად მესის გულშემატკივრობ, მაგის გამო გულშემატკივრობ არ. აი მესი რო არა ვისკენ იქნებოდი მაშინ. ჰოლანდიის გულშემატკივარი ვიყავი ბავშვობიდან, ვან ბასტენის ფანი ვიყავი, ძალიან მიყვარდა ვან ბასტენ გული ტრაიკარდის ტრიო.
ფეხბურთს მაქედან უყურებ 1990 წლიდან და 97 წლიდან გულშემატკივრობ ბარსელონას საკლუბო ფეხბურთში ბრაზილიელი რონალდოს გამო. კაი, ისანი რონალდო. და მე მესი მოვიდა და სულ ამბობ ხოლმე ადრეც მithქვამს, რომ აი პირველი ბავშვობაში რომ ვიღაცა გიკვირს, რომ აი ეს ასე მაგარი როგორია. იქ იყო მარადონა თავის დროზე, მეორე ეგეთი განცდა მქონდა, როცა რონალდო მოვიდა ბრაზილიელი, რომ ну რაღაცა ახალი მარადონა მოვიდა, იმიტომ რომ არავინ არ იყო ახლოსაც კი მასეთი სათამაშო სტილით. როგორც სამხრეთ ამერიკელებმა რაღაცნაირად იციან რა, ну ცენტრში როდგანან და მთელი გუნდი რომ მათზე ეწყობა და ისინიც რომ ამ რაღაცა გმირობას რო ჩადიან თამაში. ხო და რონალდოს მერე რაღაცნაირად აი ტრამვის მერე და 2002-ის მერე განსაკუთრებით რაღაცა პერიოდი შიმშილი მქონდა რომ ეგეთი ხალხი არ არსებობდა. ну რონალდინიო ბაზარი არ არის. აი უნდა მეთქვა რომ ეგ რა ხო. რონალდინიო, მაგრამ აი გაკვირვებ რონალდინოს ძალიან ვაფასებ როგორც ბარსელონას გულშემატკივარი, ამოვისუნთქეთ როგორც კი ის მოვიდა კამპ-ნოუზე, აი ეგრევე გათანასწორდა სიტუაცია მადრიდის რეალთან თავისი გალაქტიკოებით და ყველაფრით, მაგრამ აი ვინც გამაკვირვა რაღაც თვალსაზრისით ეს მესი იყო და მე აწი ვიძახი ხოლმე ხშირად ეს პირველად არ ვამბობ, რომ აწი ვერავინ ვერ გამაკვირვებს მეთქი, იმიტომ რომ მესიზე დიდი არ დაიბადება ჩემი აზრით. მე ვერ მოვესწრებ. მსოფლიო ჩემპიონატი ვახსენეთ და აქვე მინდა ვთქვა რომ ბოდიში ხმას ვერ უქენი ვერაფერს. აქვე მინდა ვახსენო რომ მეგობრებო დედაენის ბაღში არის ჩვენება მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების, იმართება ლუდის ფესტივალი და ჩვენი სპონსორი, ჩვენი წარდგენი ლუდისა ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ლუდის ფესტივალზე და მიბრძანდით დალიეთ გემრიელი ლუდი, შეიძინეთ ლუდისა, მიირთვით ლუდისა უბრალოდ და ისი ამოვნეთ მსოფლიო ჩემპიონატი. ასევე ჩვენს გვერდით არის ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და რა თქმა უნდა ალკოსფერო გიორგი ხოჩა. მოთხოვნა არის რომ უნდა აკოცოს აუცილებლად. სხვანაირად არ ვასპონსორებ. მანზე ხალტურა ხელით კოცნა არ ითვლება მაშინ. სხვადასხვა წინა ლოგოზე ძალიან კარგი ქალი ეხატა და მე უფრო მომწონდა იმ. გიორგი სხვადასხვა სოლი ყავს და ქალებზე ნუ ვფიქრობ გადაცემის მოტივაცია ქონდა. უფრო სიამოვნებით. არ გამოდისო ამაზე, თორე ამას კარგი, მოდი შეგაწყვეტინე და ლუდი მოვა ეხა აი რატო დააჭირე, აი არ გინდოდა. აჰა, მოვიდა, ხო გეუბნები. მაინტერესებს შენზე თუ იყო რამე ეგეთი ჭორები, ან ეგეთი ცრუ ინფორმაცია თუ გავრცელებიათ შენზე რა. ჭორების მეტი რა არის ჩემზე. მიდი დავუშვი. ერთ სახალის ისტორიას მოყვები რა. რამდენიმე წლის წინ არის დისკუსია, პროსტიტუცია უნდა იყოს თუ არა ლეგალიზებული ქვეყანაში. ну ახლა ჩვენ თავისთავად ცხადია რომ ვამბობთ რომ რავი როგორ შეიძლება დაიჭირო პროსტიტუტი სისხლის სამართლის წესით ან ვიღაც ადამიანი რომელიც ნებაყოფლობით ურთიერთობა შედის ვიღაცას და ჩვენ ისეთი გასაგები პოზიცია გვიჭირავს. მიდის ესეთი დისკუსია ერთ-ერთ ჩემ მეგობრის ეკაონიანის კედელზე და თავარი მოწინააღმდეგეები ვინ არიან თუ მიხვდებით არიან ფემინისტები. ანუ ფემინისტები რომელიც ქალთა უფლებებს იცავენ არიან წინააღმდეგი პროსტიტუციის ლეგალიზაციის. ეს შეიძლება ნონსენსია რაღაც თვალსაზრისით რომ ქალების უფლებებს იცავ ქალების დაჭერას როგორ უნდა ითხოვდე ხო რაღაც თვალსაზრისით ან მათ დასჯას ან მათ ძეზე წოლას ან ამ შემდეგ. ხო და მე მოვიყვანა ესეთი მაგალითი რა. ანუ ამ მაგალითში ყველაფერი სწორია. ანუ ტექნიკურად ვერაფერში ვერ მომედავება რომ თქვენ მეთქი ქალები მეთქი არა თუ ქალების უფლებას იცავთ არამედ არ ღვევთ მეთქი იმიტომ რომ სამყაროში არსებობს და საზოგადოების 5% განსაკუთრებით ქალების, რომელსაც შეუძლია მეთქი, რომ დღეში 20-ზე მეტი ორგაზმი კონდეს. ახლა თქვენ დააკვირდით მეთქი, რომ ასეთი ადამიანებისთვის, რომელიც სამუშაო უფრო კომფორტულია, პროსტიტუცია ლეგალიზებული, სადაც მათ შეუძლიათ აერჩიონ რამდენიმე პარტნიორი, 3, 4, 5. საკუთარი შესაძლებლობები აძლევთ იმის საშუალებას, რომ ყველას კარგად მოემსახურონ. თუ იყოს ბანკის მოლარი ოპერატორი. ასეთი ადამიანი. და აი 5%-ს მეთქი. იმისთვის რომ კარგად გაატაროს ცხოვრება, ამ ცხოვრებისგან სიამონება მიიღოს, ფულიც იშოოს, იყოს წარმატებული, რატომ უკრძალავთ მეთქი ამ რაღაცას? აი ეს გადამიკეთეს ისე, რომ თქვენ იაგომ თქვაო, რომ ყველა ქალსო 20 ორგაზმი აქვს. არადაო, ასე არ არისო და პროსტიტუტი ქალები შეიძლება იტანჯებიან. და ერთი კაი ხნის განმავლობაში მე მობეზდათ ამაზე ლაპარაკი. მაგრამ კაი ხნის განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მე ვიძახდი, რომ ყველა პროსტიტუტს 20 ორგაზმი აქვს დღეში. ისე შენი იდეები და მაგრამ რაც მე თქვი 100%-იანია, დღესაც ხელს მოვაწერ. ხო. თუნდაც იმ ხალხის გამო, ვისაც ასეთი განსაკუთრებული უნარები გააჩნია, პროსტიტუცია უნდა იყოს ლეგალიზებული. სუპერ ძალა. სუპერ ძალა, ბატონო. ისე უცნაურია რომ ვინმეს გაუკვირდება საქართველოში რომ ეგ არსებობს თუ რა, ანუ
მაგას ვერ ხვდები ხოლმე. ყველაფერი კარგად იცის ხშირ შემთხვევაში. კორუფციასთან დაკავშირებით, იგივე პროსტიტუციასთან დაკავშირებით, იგივე რაღაცა კანონის დარღვევაზე, არასწორად დაბარგი წესრიგის დარღვევა. ყველაფერი კარგად იცის. რატომ ხუჭავენ ხოლმე თვალს ვითომ სხვა მიზეზები აქვს ყველას. ხო, აი ვერ ხვდები რატო ხდება ეგ რა მართლა. ნუ ახლა როგორ გითხრა? აი ყველაფერი კარგად ქალბატონებს სხვა მიზეზები აქვს. მაგალითად, ქალბატონები როცა ებრძვიან პროსტიტუტებს, მათი დიდი ნაწილი კონკურენტებს იშორებს, იმიტომ რომ ანუ მან ხო გამსაზღვრელი ეჭვიანობა მეუძახ ყველაზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში და ეს გასაგებია ბუნებრივი სტიმულები. აი კაცები რატო ებრძვიან ეს არის? ეს არის. არ უნდა იყოს. ეს იგი ეშინიათ საკუთარი თავის მაინც. ხელი რო არ წაუწდეს. ვინმე ეგეთთან არ მოხდე 20 ჯერ რო ითხოვს და ვერ არიან ბოლომდე შეიძლება ძალიან იმოქმედოს Twitch შეფასებაზე მაგ შემთხვევაში. ხო და ეგ რეალურად ხო აი ყველაფერზე ხდება საერთოდ. მაგრამ მე ზოგადად ვერ ხვდები რომ აი იმ რეჟიმში სადაც კაცები ზოგადად ქვეყანას მართავენ, რანაირად ახერხებენ იმას, რომ დაძლებენ პროსტიტუტებს სიძულსავარლის წესით. ამას ხელოვნური კანონი შეუძლიათ მიიღოთ ძალიან მარტივად, ამის აღმოსახრელად. ხო, და. ჩემი აზრით ეგ თემა პროსტა აი ამ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს და რაც არის, ამას ბევრად ჯობია ეგ რომ ეგ იყოს ჩვეულებრივ ლეგალური კუჩა იყოს ერთი. რა თქმა უნდა, ბიჭო, ეს სიგიჟია, რა ფორმითაც დღეს არის ეს მარაზმია. ეს მაგრად არ მომწონს. არა, ნებისმიერ გინდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის არგუმენტი. რაც გინდა ის არგუმენტი აიღე. გინდა წესრიგის, გინდა ის რომ ხალხი უკეთეს ხასიათზე იყოს, ყველა თვალსაზრისით სწორია, მაგრამ არსებობს რაღაცა შიშები. და საყოველთაო დემოკრატიის პირობებში ამ შიშების გაძლიერება ხალხის მასაზე ბევრნაირად შეიძლება და შესაბამისად ხალხს უმოატყვევ ხო გეუბნებით კაცო, ქალთა უფლებათა დამცველი ფემინისტები ეწინააღმდეგებიან ხო და როცა ასეთი გაღუნულია ლოგიკა მე ისიც არ გიკვირს კაცები რატო ეწინააღმდეგებიან ამას, იმიტომ რომ ვიღაცას სოლის გაბრაზება არ უნდა, ვიღაცას დედის. მინუსდენშია ხო რა. გამახსენდა ვიდეო ზუსტად ფემინისტი გოგო არის, ნუ როგორც მივხვდი ყოველ შემთხვევაში, დიდად კონტენტს უყურებთ, მოგატყუებ. წითელი ლამპიონების ქუჩაზე ჩაიარა და აი უნდა გავისეირდონ წითელი ლამპიონების ქუჩაზე და რო ჩაიარა მე აგზელებს ვიდეოს რომ როგორი დაგრუზული სახე აქვს ეს რა ვნახე და ქალები ვიტრინაში ის ქალი შეულობს შენზე მეც გენაცვალე ხა თქვილა არ დგას მან და თავისინები დგას არავინ არ აძალებს და რა ვიცი ის აქვს რა ქვია სალარო აპარატი და ყველაფერი რომ გადასახადებსაც იხდის და ყველაფერი ლეგალურია სახელმწიფო მაგას რატო ვერ ხვდება რომ ძალიან დიდი შემოსავალი არის ქალები არიან ამორჩეველთა უმრავლესობა. ქალების გაბრაზება არ შეიძლება. ოღონდ ამ შემთხვევაში მეოჯახე ქალები გაბრაზდებიან. და ეს შესაბამისად მაინც ელექტორალურია ამის აკრძალვა. ანუ როდესაც ფორმალური აკრძალვა თორე ახლა როდის ყველაზე ძველი პროფესია როგორ შეიძლება ესე მარტივად აკრძალვა. აი მაგ კუთხით რო შეხედო, ლეგალური რო იყოს უფრო მარტივი არის გაიგო შენი ქმარის ადადის. ბარათი დრო იყო. საერთო ბარათი დრო იყო. ეს როგორც არის მიღებული. მაგრამ ბანკომატა რომ და ქეშს გამოიტანს და ეგრე გაზრება. ბარე მექმივა გადაიხდის იმ დროქე ბარათით. რო უნდა მოვწიჭო რომ სოლით სანახმა. სოლით მებართვა რა უნდა ხო რაღაცა სხვა ერქმევა. სურო ბარათით გადაიხადო. სადმე დღეს ხო არის რაღაცა მიჭხმალული სადღაც ორღობეში კუთხეში რა კი ვიცით ეხლა ყველამ სადარი როგორ არის ყველაფერი მაგრამ მაინც ეს ეგრე იყოს მე არ ვიცი გიორგი მე ვიცი გასა თავის მოტყუების ბევრნაირი ფორმა აქვს ადამიანს ხო და ბევრ ამაში ვეტყუებთ ეგრე თავს ვაფშე ყველანი რა მოტყუებაზე გამახსენდა ეხლა ცოტა შეიძლება ლოგიკური გადახვევა არ არის ლოგიკური ის ჭორი რო არის გავრცელებული რა ქვია პარლამენტშიო ნაც კონდიშ ნუ იცინი მე ვიბნები პარლამენტშიო ოპოზიცია და პოზიცია რომ კადრში ჭამენ ერთმანეთსო და მე კადრს მიმართ ერთად კადრს მიღმა ერთად გეიფობენ ხოლმეო ეგეთ რაღაც მართლა არსებობს შენ იცი ახლა ნაყოფი ხარ არა იმიტომ რომ ახლა მარტო ხელისუფლებაზე ის პარლამენტში მარტო ხოცები არსებობდა შეიძლება წარსულზე რაღაცაზე ვილაპარაკოთ მაგრამ ახლა მარტო ხოცები ზიანდება არა просто ეგ გონია რომ მაგის გამო ვერ გვარდება ხოლმე რაღაცა კონკრეტული პრობლემები იმიტომ რომ ერთად რო დალიოთ მოგვარდება ზოგადად კამერა ცვლის ადამიანთა ქცევას ეს ფაქტია განსაკუთრებით პოლიტიკოსებში და განსაკუთრებით პარლამენტში მაგრამ მე ზოგადად ვისურვებდი ისეთ ქვეყანას, სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთთან ადამიანურად კარგ ურთიერთობაში არიან და პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს, იმიტომ რომ აი რაღაცა ხო ხდები რომ აი ყველაფერს ვერ გადააბიჯებ.
და საზოგადოებისთვის, როცა ადამიანური ურთიერთობებია პარლამენტში, რაღაც არის დაზღვეული, რადიკალური სიგიჟეებია დაზღვეული, იმიტომ რომ თუ ჩვენ რაღაცა კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთს, კი გასაგებია რომ განსხვავებული ადამიანები ვართ, განსხვავებული აზრი გვაქვს, სამყაროს განსხვავებულად უყურებთ, მაგრამ აი მინიმუმ დილობას თუ ვინარჩუნებთ და თუ ვიცით რომ მეორესთვის რა არის წითელი ხაზი და წითელ ხაზებს არ გადავდივართ, საზოგადოებას ბევრად უფრო დაზღვეული და მშვიდია, იმიტომ რომ იმანიც ის რომ რაღაცა ესეთი რადიკალური და ისეთი არ მოხდება. რომ რაღაც მისი ინტერესები ამ ჩხუბის ფარგლებში დაირღვეს. იდეაში ეს რაღაცა პოლიტიკური ბრძოლა, ის რომ პარლამენტის წევრები ერთმანეთთან ცუდად არიან, მიშა და ბიძინას ჩხუბი, მოდი ესე შევხედოთ რა, იმიტომ რომ მე მიშისტები არიან ერთ მხარეს და ისინი ეგრევე მეორე მხარეს უტევენ, აქედან არიან ქოცები, რომლებიც ასევე უტევენ. მიშა და ბიძინას ჩხუბს უამრავი ადამიანის თავისუფლება გადაყვა, სხვადასხვანაირი. ჩვენ ამიტომ ხა შეიძლება ირონიულად გამოიყურება ჩვენ რომ ბიძინას და მიშას ვარიგებთ, მაგრამ ჩვენ ქონდა ჩვენ გვინდა, მართლა გვინდა, ესეც სურვილი გვაქვს, რომ იმდენი ძალა გქონდეს ამ საზოგადოებისთვის, რომ შევძლოთ ბიზნეს და მიშას ერთ სუფრაზე დასმა, რომ მათ ჭიქა მიუჭახუნონ ერთმანეთს, მათი შვილები შერიგდნენ, ერთმანეთთან მეგობრობდნენ, ორივე ქუჩაში დადიოდეს, იმიტომ რომ ახლა ვერც ერთი ვერ დადის ქუჩაში. ანუ ბაზარი არ არის, ბიზნეს ბევრი ფული აქვს, ბევრი დაცვა ყავს, ბევრი რაღაცა ყავს, მაგრამ წარმოგიდგენია ბიზნა, ბერა, მისი დაძმა დადიოდეს ქუჩაში თავისუფლად, კაფეში, ბარებში. ხო ხვდები რომ რაღაც პონჩის არ გამოდის რა, ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში. დაცვით სიარული კიდე სხვა ოფშენია, ვაფშე. ჩვენ გვინდა კიდე რომ დადიოდეს კაცო ამ ხალხს. ამ ხალხს ისეთი ცუდი ამ ქვეყნისთვის არც ერთს არ გაუკეთებია, რომ ქუჩაში ვერ დადიოდნენ. და ისო შენ ძალაუფლება გაქვს, აი მე რომ მქონდეს პირობითად ძალაუფლება და ქუჩაში ვერ დავდიოდე, რაღაც სხვა მოტივებით. რაც გინდა ის მოტივი იყოს, აი არ მინდა რა, რაღაც პონჩი მინდა რომ რაღაც სიბერე გავატარო ამ ქვეყანაში, ამ საზოგადოებაში, რომელსაც ვიცნობ, სადაც ამდენი ენერგია დამიხარჯავს, რომ რაღაც პონჩი დაინახო, რომ ეს საზოგადოება პატივისცემით გექცევა. და ახლა იმ ძალაუფლებით, რომელიც ამ ქვეყანაში მიშას და ბიზნეს ქონდა, ბევრად მეტის დაშავება შეეძლო ერთსაც და მეორესაც. თუ მაგას შეხედავ, ახლა წარმოიდგინე, რომ ყველაფერი შეგეკ რაც გინდა ის შეგიძლია ქნა და რავი, ახლა ბაზარი არ არის მიშან ბევრი ცუდი ქნა. ხოცების არ არიან იდეალურები, მაგრამ აი უფრო მეტი შეეძლოთ ეთქვათ. ეკნათ. მე არც ერთმა არ მინდა რომ ქუჩაში იაროს და არც მეორე, მაგრამ კიდე ვინმე სხვა მიაროს. ქუჩაში ყველამ უნდა ვიაროთ, კაცო, მაგ ხალხმაც იაროს. მაგათმა არა. არა, და მიიყვანეს თემა, წარმოიდგინე, მე ვაფშე არ მინდა, რომ მასე იყოს საზოგადოება განწყობილი, რომ მათ მიერ არჩეული მთავარი ხალხი, რომელსაც ყველაფერი ეკუთვნის ამ ქვეყანაში რაღაცნაირად ქუჩაში ვერ დადიოდეს. პირიქით, კაცო, მინდა რომ ისეთი საზოგადოება, იმათ არ ქონდეთ იმ ხელა ძალაუფლება, რომ იმდენი ვერ დააშავონ. მე ხვდები, არა, გეთახმები კაცო, ჩვენ ამოცანა ჩვენ რასაც პარლამენტში ვაკეთებთ, ახლა მეორე საკითხი ისინი დაგიფასებენ თუ არ დაგიფასებენ, მაგრამ მე ასე მოძრაობ, რომ მე მართლა მინდა რომ დადგეს ის მომენტი, როდესაც აი ის ერთიც და მეორეც იმას მაინც ხვდება, რომ მე მათი დაჭერა არ მინდა, მე მათი ციხეში ჩაგდება არ მინდა, მე მათი წვალება არ მინდა და ერთმანეთისთვის ორივეს უნდა. და მინდა რომ ჩემნაირი ბევრი ადამიანი გაიჭითოს იგივე აზრზე, რომ მოდი რა თქვენ ჩხუბს ნუ გადააყოლეთ ჩვენი უფლებები. მართლა ტროტუარზე დგომის ჯარიმაა რა სიტყვა კაცო. ამათ ჩხუბის გამო არ არის? ჯარიმები სხვადასხვა მილიონერი ჯარიმები რო იმატებს, აბა რატო იმატებს? იმიტომ რომ ეს ხალხი ჩხუბობს ერთმანეთს და ხალხი ამ ჩხუბს უყურებს და ამ ჩხუბის ფარგლებში ვითომ ერთმანეთის ვიღაცას რო ჟიან. ეს ავტომატურად თელს მომავალ თაობაზეც გადმოდის ეს დაჟა. მომავალ თაობას რა ის უფლებები ექნება, რაც ახლა ჩვენ თაობას წაართვეს. აი, ბოდიშს მოხდეთ, მე გეტყვი, ჩემ აზრთან დაკავშირებით, რომ ეგ რაც გინდა რომ მოხდეს, რომ ეგეთი მთავრობა მეც ძალიან მინდა, აი, მართლა ვგიჟდები მაგაზე, რომ აი შენ ახლა მაგალითად ხვალე რომ გამოხვალ ქუჩაში და რომ შევხვდებით ერთმანეთს ჩვეულებრივ შეგვიძლია მელიქის შვილზე რომ შევხვდეთ რა, ძალიან მაგრად გაასწორებს, ეგრევე ვერ აკეთებს დღევანდელი ვერც ერთი მთავრობის წევრი, ვერც პოზიცია, ვერც ოპოზიცია. მაგრამ ეგ რომ მოხდეს, მგონია რომ ეს საერთოდ აქამდე ვინც იყვნენ, ყველა უნდა წავიდეს და ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ძალიან ბევრი რაღაც რა. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენ, აი რანაირად კარგი და სათნო ადამიანებიც არ უნდა იყოს და ვის რაც არ უნდა ვაპატიოთ, ამ ხალხს ისეთი რაღაცები აქვს დაშავებული თავის დროზე, რომ ძალიან დიდი საზოგადოების ნაწილი იმდენად აყავთ გამწარებული და ისეთი რაღაცები აქვს გაკეთებული, რომ პროსტა ვერ აპატიებს ვიღაც რა. მეც მყავს ახლა საახლობლო მეგობრები რაღაცა იმდენად გამწარებული, შეუძლებელია რა ან ერთს ან მეორეს და თვითონ ან წარმოიდგინე, აქეთ ძმაკაცი და აქეთ ძმაკაცი ერთმანეთს გადამტერებულები არიან, იმიტომ რომ ამას ერთმა დაუშვა, ამას მეორე. ხო და ამიტომ საჭირო ეს ახალი ფურცელია ჩემი აზრით ძალიან საჭირო. ამ შემთხვევაში ქრისტიანული მორალის მჯერა რა. და ქრისტიანული მორალი გეუბნება, რომ თავარი არის სინანული.
კაცმა თუ შენ მაგალითად შენ გაბრაზებული ხარ მიშაზე, შენ გაბრაზებული ხარ ბიზნესზე. და აი ზუსტად ის ნარატივია, რასაც ახლა შენ წერან საუბრობდი რა. უცბად დაინახე, რომ ორივე კაცმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა და ბოდიში მოუხადეს ერთმანეთს, საზოგადოებას, საკუთარ უი რა ცუდი დაგვიშავებია, რომ ძალაუფლებაზე უარს არ ვამბობდით, ჩვენი ძალაუფლების გამო რაებს ვაკეთებდით თურმე. და შენ ხვდები, რომ კაცმა გაიგო, როგორც აი მორწმუნე გაიგებს საკუთარ წინარე ჩადენილ არ დავიჯერებ დედას. ხო და აი როგორიც არის რომ ახლა ყველა ანუ მაგიტო არის სინანული გულწრფელი იყოს უნდა. თუ სინანული არ არის თუ მართლა დაიჯერო გულწრფელია სინანული იმ კაცზე გაბრაზებას რა აზრი აქვს ვინც მოიდანია ხო ამას გვეუბნება ქრისტე რომ ნებისმიერამე მოგეტავება თუ შენ გულწრფელი ხარ მონანიებაში და მე მინდა რომ ამ ხალხს მოუწოდო გულწრფელი მონანიებისკენ მაინც ეს არის სამოთხის გზა შეიძლება მაგის კი როგორ არა მართლა კი რა თქმა უნდა ვა მე მჯერა რომ აი უბრალოდ მე მიკვირს ის რომ ახამდე ვერ ხვდებიან ამას მაგრამ მე მჯერა რომ ადამიანი რო ასაკში შედის ბევრ სიკვდილზე ფიქრს იწყებს სიკვდილზე ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანი ფიქრია ზოგადად. იწყებენ ხეების გადმორკვას. არა, ეს ადრე არის. ეს როცა სიცოცხლეზე ფიქრობდა, ბევრი ხანი გინდა ჩრდილში გაატარო, მაგრამ რაღაც მომენტში ადამიანი ახლა რავი, რო გადაცდები რა, რაღაცას აქვს, ყველა ვფიქრობ სიკვდილზე. დარწმუნებული ვარ ამაში ახლა. შეიძლება 20 წლის ასაკში არ ვფიქრობ სიკვდილზე. მე ცოტა ადრე მომიწია. მე ხმარო ჩაბეხრი. მაგრამ როცა ამაზე ფიქრობ, ანუ შენ გინდა რომ პირმართალი იყო ღმერთთან, რა იცი, შეიძლება არ ჯერა, მაინც და მაინც ხარ ვაიდა არსებობს, სად მიდიხარ მე. და გარდა მაგისა სიკვდილზე ფიქრი იმასაც გაჩვენებს რომ მომენტ ყველაფერი სულ ერთია ის ისეთი შიში და ფიქრია ხო და გინდა რომ მოწესრიგებული შეხვდე ამ სიტუაციას და მოწესრიგებულად ამის შეხვედრა ნიშნავს რომ ნუ ახლა არ უნდა ყავდეს რა ისეთი მაგინებელი შენი ფეხის დაცდენა რომ უნდა შენს ოჯახში შურის ძება რომ უნდა რაღაცა რომ აი ეს არ გინდა გესმის და ფიქრობ რომ მოდი აბა შენც დაინახო საკუთარ თავში პრობლემები და თუ ეს გინდა რომ საკუთარ თავში პრობლემები დაინახო მარტო მაშინ ხედავ პრობლემებს თუ არ გინდა დაინახო როგორ დაინახავ ხო მაგრამ ისტორია გვაჩვენებს რომ ხშირ შემთხვევაში ეგეთი ადამიანები განახედავენ მაგ პრობლემებს ცდილობენ რომ ეგ პრობლემები გაააქრონ ბევრი დიქტატორია მაგალითი რომელიც უბრალოდ უნდათ რომ ტაში უკრას ხალხმა და ის პრობლემები იმ პრობლემებს ვერ ხედავენ. კი კაცო, მაგრამ საქართველოში მე ამგონია იცი ყველას უნდა დავით აღმაშენებლობა რო შეხედო რა. ის ძალაუფლება რა და დავით აღმაშენებლობა გალობანი სინანულისანი დაწერა ბოლოში და ის ტექსტი რო წავიკითხოთ, ხვდებით რომ აი კაცი როგორ ღელავს თავის ცოდვებზე. როგორ წუხს. ის რაღაცა ფეხი დამადგით, გულზით დამადგით ფეხი ყოველმანო მე პოეტმა რო ლექსი დაწერა. შინარსობრივად ხო ეს არის რომ მე ისეთი ცოდვილი ვარ რომ ამას ვიმსახურებ რომ რაღაცა ის ვქნა და ზოგადად ეს ფიქრი არ არის ჩემი აზრით შორს ადამიანისგან როცა ის სერიოზულად დაფიქრდება და სერიოზულად მოუნდება რომ აი მართალი იყოს ღმერთის წინაშე ან რაღაცის წინაშე ისიც ჯერა და როცა სიკვდილის ფიქრი მოდის ესეც მოდის ჩემი აზრით ესე მგონია რა რატომ იმედია ეს იმიტომ ოსმაში ჯობია იმედი კონდეს ვიდრე არ კონდეს ძალიან მიჭის მაგის დაჯერება მე პირიქით მგონია მართლა რომ უნდა მივცეს საშუალება რომ ერთმანეთი ჭამონ ოღონდ იმის ხარჯზე რომ 4 წელი ერთი იყოს 4 წელი მეორე 4 წელი ერთი 4 წელი მეორე და მაგ ერთმანეთის ხოცვაში მინიმალური საქმე მაინც კეთდებოდეს და პროცესში რაღაცა ეწყობა. ნუ ხა 4 წლიანი ციკლი გასაგებია, მაგრამ 4 წელი ვინ ყოფილა საქართველოში? არც არავინ. ალბათ თავისინებით არავინ არ მივიდა რა შენერად მჯეროდეს. როგორ ჩვენ გჯერა რომ მაგ რაღაცებს ეშველება ეგრე რომ მჯეროდეს. მე მჯერა რომ ეს ასე ნახდათ მოხდება. მე მჯერა რომ ხო მაგრამ მაგისთვის ეს მოხდეს და მე მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ შანსი ახდეს აი ფეხბურთზე ლაპარაკობდით წეგან და მადრიდის რეალს 15 ჩემპიონთა ლიგა აქვს 12 მოგებული თუ 14 აღარ მახსოვს ახლა. ხო და ანუ მე ხო ვიცი როგორც ბარსას გულშემატკივარი ვარ მაგრამ მადრიდის რეალს უმართლებს. მაგრამ მადრიდის რეალს უმართლებს და არა ვიღაც სულელებს. ანუ შენ რო გაგიმართლოს, შენ ყველაფერს უნდა აკეთებდე იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო და მე იმის კი არ მჯერა, რომ ნახდათ ეს ასე მოხდება. მე იმის მჯერა, რომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ასე მოხდეს. არა, ხვდები კი. მე მქონდა კითხვა, რატო არის შენთვის მნიშვნელოვანი მეთქი, რომ ტელევიზიის ფორმატი შეინარჩუნო შენი გადაცემის ამბავში რა, ანუ ტელევიზიაში დარჩი. რაღაც მომენტში პასუხი გავიგე ხა ამ საუბრიდან გამომდინარე, მაგრამ რა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ანუ ჩემთვის ვაფშე საერთოდ ჩემი გადაცემა საქართველოს დაბადება. განსხვავებით სხვა ბევრი პოდკასტისგან, ძირითადად მისი ინტერეს ჯგუფი, რომელიც მას უყურებს, არის საკმაოდ ხანში შესული ადამიანებიც, ახალგაზრდებით შეიძლება, მაგრამ ხანში შესული ადამიანებიც. იმაგებით რომ ისინი საკუთარი ახალგაზრდობის ამბავს უსმენენ. იმათ სხვანაირად ესმით ამბავი, იმიტომ რომ მომსწრეები არიან ამისი რა.
მათ შეიძლება რაღაცის მომსწრევა რა ახლა, მაგრამ რაღაც ინფორმაცია არ ქონდეს და არასწორი დასკვნა მქონდეს გამოტანილი. და ესე ცხოვრობდი რა, არასწორი დასკვნით წლების განმავლობაში. ახლა უსმენ ამ მოქმედ პირებს, ბევრს, სხვადასხვა მხრიდან მომდის ამბავი. და ამ ჩემს დასკვნას გადავაანალიზებ სხვანაირად. ხო და ეს ხალხი ტელევიზორს უყურებს. ხო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ხალხი, ხანში შესული ხალხი, რომელსაც ვუყვები ამბავს მათი ახალგაზრდობისა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხის სიმპათიები მოვიპოვო ამის საფასურად მათ შორის. და სიმპათიის მოპოვებაზე თუ მიდის საუბარი. პენსიების გაზდა შეპირდი ხალხს. ამას სხვა აკეთებს. ხო, მაგრამ ხოჭრიზა რა. ხო, მაგრამ ნახე მეტყვილები არ მინდა. არ მინდა რომ ხალხი მათყუარად ვიცნობდეს. პენსიების გაზდა არ გამოვა შენი აზრით. არა, ზოგადად ჩვენი პრობლემა პენსიები და დაბალი პენსიები კი არ არის. ჩვენი პრობლემა არის სიღარიბე. როცა ღარიბი ხარ, მაშინ გაწუხებს დაბალი პენსია. მაგრამ თუ მდიდარი ხარ, აი ბიზნა ივანიშვილს ხო რაწუხებს დაბალი პენსია. ლოგიკური. პენსიონერი კაცია. მაგრამ ხო რაწუხებს? ხო, აი მიშას რამდენიმე წელიწადში პენსიონერი იქნება. არც იმას არ შეაწუხებს პენსიონერი ნაკლებობა. ხაზარაძე პენსიონერი კაცია, ან აბალი იქნება. ბატონი ბადრი ჯაფარის ხო არც ის არ აწუხებს ამათ. ანუ აწუხებს იმას, ვინც ღარიბია და მე მაქვს სიღარიბის გადაწყვეტის გზები. ხო და პენსიის მომატებით გამდიდრებული ადამიანის მე ამჯერა. ლოგიკურია კი. ხო და ამიტომ არ ვაწვევი, არ ვეუბნები ხალხს რომ გაგამდიდრებთ. ხო, მაგრამ ღირსეული სიბერის მომენტი. ხო და ღირსეული სიბერი ადამიანები ახალგაზრდობაში ინვესტირებენ, მათ შორის შვილებზე ინვესტირებენ, შვილიშვილებზე ინვესტირებენ, ბანკში დანაზოგს ინახავენ, ან არ ინახავენ, ან რაღაცა სხვა შვებიან, ბიზნესი აქვთ და ახლა საქმე შედის კაცი და პენსიის იმედად სიბერე სახელმწიფოს იმედად სიბერე არის სიბერის ყველაზე ცუდი ფორმა, რომელსაც მე არავის არ უსურვებ და მინდა ამ ხალხს უთხრა რომ ნუ იქნები მთავრობის იმედად. არა, ხო, მაგრამ რაღაცა ეტაპი, რაღაც ნაბიჯი ხო უნდა გადაიდგას, რომ ანუ ეს როგორ გამდიდრდეს სხვა ტიპის პრობლემა. არა, გამდიდრებაზე არ მაქვს კაცო საუბარი. არა და შეგვიძლია კაცო მარტივად შეგვიძლია გამდიდრდეს. ღირსეული ცხოვრება რო ქონდეს თითოეული იმას რა ქვია. ხო, მაგრამ გამდიდრებასთან არის კავშირში ეგ. ხო. აი მაგალითად ჰოლანდიაში ვიყავი, ჩასული და იქ ესეც რაღაცა მითხრეს, რომ მათხოვარს რომ დაინახო ქუჩაში ხურდა არ მიცეო. იმიტომ რომ ის დახარჯავს იმას მხოლოდ სასმელშიო, ალკოჰოლში ან ნარკოტიკში. ხო და მე კითხვა მქონდა რატო და ნუ იმიტომ რომ მაგაში დახარჯავს, იმიტომ რომ საჭმელი, საცხოვრებელი ყველაფრით უზრუნველყოფილია ის რიგითი მათხოვარი. არა, ღარიბი ყველა საზოგადოებაში არსებობს. არა ხო, მაგრამ უზრუნველყოფილი ხო უნდა იყოს. მაგიტომაც აი ნახე, ღარიბი ყველა საზოგადოებაში იმიტომ არსებობს, რომ სიღარიბის არა ყველა შემთხვევა ცხადია, ხა მაგალითად მე ვერ გავაკრიტიკებ ჩვენს პენსიონერებს სიღარიბის გამო, რატომ? რომ მათ თავიანთი ახალგაზრდობა გაატარეს საბჭოთა კავშირში, კომუნისტიზმის პირობებში, სადაც ფულის შოვნა იყო არალეგალური. ვინც ფულს შოულობდა, ყველა მათგანი შოულობდა ფულს კანონდარღვევით. ხო. ანუ ფულიანად ყოფნა, ვიღაცა ცეხავი კი იყო, ვიღაცა ეს იყო, არც ერთი გზა ფულის ლეგალურად შოვნის არ არსებობდა. ამ ხალხმა საკუთარი ახალგაზრდობა დახარჯა იმის იმედად, რომ სიბერეში მთავრობა მიხედავდა. იმიტომ რომ ახალგაზრდობაში სიმდიდრის დაგროვების შანსი არ ქონიათ, კანონით იყო აკრძალული. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ამ ხალხის ბრალია ავტომატურად რომ თვითონ ღარიბები არიან და მთავრობის იმედად უწევთ პენსიაზე ყოფნა. მაგრამ იგივე ჰოლანდია, იგივე ამერიკაში იქ რო ღარიბები და პენსიის დროს რო მიუსაფარია ვიღაც არის, ეს ძირითადად მისი ბრალია. და ყველა საზოგადოებაში არსებობს ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ეგრე ევასება ცხოვრება. ხო, ეგ მაგდიბებს ცხოვრების აქ ეგეთი კესმის და იმას ქონდა საშუალება გამდიდრებულიყო, ქონდა საშუალება დაეგროვებინა, ეგრე არ ეცხოვრა, მაგრამ მისი ცხოვრებისეული არჩევანი იყო ეს. ხო და აი საქართველოს ამას პირდაპირ ვერ ვამბობ, იმიტომ რომ არჩევანი კი არა ჩვენთან აკრძალული იყო კაცო გამდიდრება. ფული რო გეშოვა საბჭოთა კავშირში პრობლემა იყო. ხო, მაგრამ იგივე გერმანია ვიღოთ პოლონეთი. გერმანია პოლონეთს ასწავს. საბჭოთა კავშირის ხო, აი საბჭოთა სივრცეში გერმანია ხა გასაგებია რომ ცოტა ხანი იყვნენ. ნახევარი. ხო, ნახევარი და ცოტა იყო და მეორე ნახევარმა შეიწოვა რაღაცნაირად ეს ამბავი და დაეხმარა რომ ამოსულიყო. პოლონეთში გასაგებია რომ ჩვენ 70 წელი ვიყავით მონობაში. პოლონეთი უფრო ნაკლები ხანი იყო მონობაში და რაღაცნაირად იქ ჯერ კიდე არსებობდა ცოცხალი ხალხი, რომელიც საბჭოთა პერიოდამდე იქ არსებობდნენ.
მეხსიერება დარჩენილი იყო, აი ბაბუა, ბებია, ცოცხლები იყვნენ, შვილიშვილებს უყვებოდნენ და შვილებს უყვებოდნენ თავისუფალი ქვეყნის შესახებ, რომელიც მათ ჰქონდათ. ჩვენ ცოტა სხვა შემთხვევა ვართ ამ შემთხვევაში რა. ამიტომ პირდაპირ ვერ გადმოვიტანთ ამ პრეტენზიას, მაგრამ დიდი ნაწილი ჩვენთანაც სიხარების არის ადამიანის უპასუხისმგებლობის გამოც, ამის უარყოფაც არ შეიძლება. ახლა ყველაფერს მთავრობას ვერ დააბრალეთ. მთავრობა რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი გასაგებია და რავი, ახლა შემიძლია გითხრათ კიდეც, რატომ არის მთავრობა მნიშვნელოვანი პრობლემა ამ სიღარიბის ამბავში, მაგრამ 100%-ით ვერ დააბრალებ რა. დიაგო, ესეთი მარტივი თამაში გვაქვს კანონებთან დაკავშირებით. და ჩვენი ლალისლიმი გვეტყვის ახლა კანონებს და რას ვეთანხმებით და რას. ჩამოვიდეთ კანონებს და თქვენ უნდა გამოიცოთ მართალია თუ არ არის ეს კანონი. არსებობს თუ არ არსებობს ეს კანონი სოფლიოს მასშტაბით. დიახ, სოფლიოს მასშტაბით. მე მოვითხობ რომ რაზეც მე ავწევ არსებობს რომ მართალი იყოს. როგორ? დალებთ თუ რასიო თქვენ? იაგო არ swams და მეც გულავს თამა ერთი ბოთლი და არა გულისხმობ სიმე ალკოჰოლს ხوار გვეახლებოდით რამოდენიმე ჭიქას ერთ ჭიქას დავლე გავსიჯა ალკოსფერო გვთავაზობს ძალიან გემრიელ და კარგ სასმელებს და იმედია ისე ამბობები იაგო უი რაღაც ვიტყვი ალკოსფეროში 25 რიცხვს მე თუ მიხვალთ დაგხვდებათ იქ დოლურა საიდანაც რაღაც ამ გადასაფხიკი იქნება რაღაც რა და შეიძლება მომენტალურად უცებ რაღაც ფასდაკლება შეგხვდეთ ასე რომ 25 რიცხვს მე რაღაც სურპრიზები იქნება და ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ ბევრ სიახლეს გვერდებიან და უბრალოდ 25-ს მე იცოდე 100 ლარზე მე ჩენაძენზე შეიძლება რაღაც ფასდაკლება ამოიღოთ გადაფხიკე და მიგოს თემა იყოს რა ასე რომ 25 რიცხვს მე 100 ლარზე მეტი რაც დღეს რთულია რომ 100 ლარზე ნაკლები დახარჯო ალკოჰოლში იმიტომ მე შევდივარ ხოლმე მაღაზიაში პირველად მე ვხარჯავ ალკოჰოლში რაღაც ფასდაკლებებს ცხოვრება ეგრე მოწყობილი ჩემო იმარა პირველი არაბეთის საიმიროებში ჭუჭყიანი მანქანის სიარული შემთხვევაში დაგაჯანებებენ არის თუ არა ეს მართალი ისტორია სამი ისტორია 3-2-1-ზე ავწევ. ბარბადოსზე აკრძალულია ჯარისკაცის კამუფლაჟის ტარება, მხოლოდ ჯარისკაცებს აქვთ უფლება რომ ატარონ. არ ვიცი ბარბადოსში როგორ არის, არ ვიცი არ არის, მაგრამ კაი ავწევ საქართველოს სასიადა. გუნდში დალიე შენ წავიდე. მე როგორც მახსოვს რა ვიცი, დარღობი. ფორმის დარღობი. არ თავიდან ხარ აკრძალულია ესე. კანარის კუნძულებზე აკრძალულია ზვიგენის დანახვის შემთხვევაში ხმამაღლა ყვირილი, რადგან დაპანიკებული ადამიანების ევაკუაცია რთულია და პირდაპირ სამაშველო რაზმს უნდა მიმართო. აუ ისე ჩამოყალიბებულია რომ ძალიან მოგიგონა ჭრეს კი. დავლევ რა. მოიგე გუნდში ყოჩა. არ იყო ეს მართალი. არ იყო მართალი? ჩემი ისე ჟღერდა რომ ისე იყო ჩამოყალიბებული რომ მომენტ აი ხანძარია და მოდი ყველამ ერთად ხანზე გავიაროთ თემა. საიმაკოცა გიგნო. ხო, რაღაც ეგრე ჟღერდა. მეც არ დამელევიას ბოლომდე ნახევარი დავლია. მოსვი. შეგიძლია გამოვიზოგოთ. გაგვიმარჯოს. მერტი ჩვენსკენ. კანარის კუნძულებზე დასვენებას გამომწვევ. დისნეილენდებში გარდაცვალება აკრძალულია. დისნეილენდებში. ფოტოშორის ეს მართალია. მაგაზე მე მე იაგოს არ ვეთანხმები. და მე მგონი მართალია. არ დავეთანხმები. შენ უკვე აწეული ხონა მწარე. მოკლედ აკრძალული არ არის, მაგრამ რო ვკდებოდი გამოგიყვანენ გარეთ. გარეთ მოვკდები და გარდაცვლილი ხარ უკვე არ იციან რომ გარდაცვლილი ხარ და ჩუმად გარეთ გამოგიყვანენ. გარეთ მოწავალ. ანუ არის მართალია აკრძალავს მაგრამ. აი, აკრძალავს, სიკვდილის აკრძალავს გამომორჩოს. მე და არა, მე მგონია რომ ეგ ხო რავი, ჩვენ მართლები ვართ ხო ეგრე მგონია. ჰონდურასში კბილის პროთეზის დარება სახელმწიფოს თანხმობის გარეშე დაშვებულია მხოლოდ 60 წელს ზემოთ. 60 წლამდე წერილობით უნდა მიმართო გამგეობას, რომ დაგიკმაყოფილონ მოთხოვნა. ახლა მასავიღებ. არ დაიჯერებ. ო რაღაცა ის ფჭირს რა. 1 2 3 თქვენ წააგეთ ბიჭო. იმიტომ ეს არ იყო მართლა. ჰონდურასელები ყოფილან განდურასელები. ათენის აკროპოლისში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილება ისჯება 900 ევროთი. აკროპოლისში? დიახ. სად არის ათენში აკროპოლის? მიქ მეორე შესახვევში. იქით მარჯვენა. არა, რაღაცა მართლა რა აკროპოლისში, მაგრამ მე თუ მეტეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით არ იქნებოდა ის. ეს ხო ძვლები ყრია. 900 ევროთი, მე 900 евро ცოტა მეიჭვება. ეს კანონი არის მართალი. ეხა იქნება არა, ის რო ყოფილიყო რა 900-ით არა, 100-ით არის აგზავნა. რა გამოვიდა რომ ძალიან მეცხიდა. მე ნამყოფიოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ეხა იქ. იაგომ დალიოს. ხო, ვინც არ არის ნამყოფი ვინც არ არის ნამყოფი დალიოს. თქვენ აკროპოლისში სწავლობთ და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. აუ მე და ცოტა რომ დავკაკუნოთ რა კაი სანახავ იქნება და. ორი დარჩა. ტაილანდში აკრძალულია ფულზე დაბიჯება.
ბოიში არსებობს ვიცი ეგ და ეხლა ო, საიდან გააძრე? შეიძლება არა, არსებობს. შეჩემო. კი, სამეფო მან ხო ის არის, მონარქია არ არის? ტაილანდში? ო. ტაილანდში მონარქია არ ვიცი, სხვა რამე უფრო მაგრამ გამიგია სამეფო პროსტიტუცია. ვიდრე მონარქია. ფულზე და ტრანსებზე დაბიჯება არის აკრძალული ტაილანდში. სწორია, ეს მართალია ეს კანონი. მართლა შეიძლება კი. ფულზე დაბიჯება? ოღონდ რა ხდება ახლა მართალია ოღონდ რადგან მეფე არის გამოსახული ფულზე და დაბიჯება არ შეიძლება, მაგრამ შეგიძლიათ მაგ ფულით კაცი მოწო, აი ეს ასე უწერია ლალის. ბალის დაწერილი ხუმრობა იქნება დარწმუნებული ვარ. შეაძლოა ლეგალურია. მეფეთან ახლა. ცოტნე დამისხმე გამითავდა რა. სახში რაც გინდა ეს არ უნდა ამიჯეთ. ბოსნიაში აკრძალეს პადელი, რადგან საგრძნობლად გაიზარდა გეების რიცხვი. როგორ ექსი მართალია თქო. როგორ ისურია პადელზე სუდი არ გავიგო ბიჭო. მართალია. სახეს 1 2 სისულელი. ამოდი განსხვავებული. არ არის მართალია თქო. ხო, დალევონდოდა კაცსა. გონდიში. არა, პადელზე არის. არ მიყვა. პადელი გითამაშია? კი. კაია. ნუ ჩოგურთვისაც არ შეუძლია, ჩემნაირი ხალხისთვის კი. მე მგონია რომ ძალიან კაი სპორტია, იმენ შეცოდა აგრესიულია შედარებით ჩოგბურთთან თან რა ეს. გააჩნია როგორ თამაშობ ვიდეოში პრაი. თავარი იგი იყო მან. ხო, პროფესიონალი, ცოტა ისე თუ თამაშობ რა ეს ბოლო. პატიობს. კი. მაგრამ ის არის ის დაჯახება კედელთან დაცემა, ის ბევრად უფრო ის არის აგრესიული. მე მაგალითად პადელის მომდინარე რომ გამოდიოდი თავპირებად დამტრეული. გაუპატიურებულს არ გავარ ხოლმე ნამდვილად. გავარ ხოლმე აი გადახიხილი რაღაცა ის ტაილანდური ფული რო დაგიხარჯავს. ხო, არა, მე ვასწავლე. მეგობრებო, პადელის თამაში. ერთი ესეთი სანამ იმას გავრა ქვია, რაღაცას გადახედეთ ტელევიზორში და გამოიცანით ვინ არის რა. აი ეს ლალი ესეთი ყავს რა. ლალისატო ეძახიან? იმიტომ რომ გეია. პადელს თამაშობს ხოლმე ლალი და ის რო არ არის ხოლმე ეს იყო ლალი და მე ეს ლალის სლემი გახდა პროსტა რა. ხა, გასაგები მიზეზების გამო. საიდან მადონა არ ვიცი ვინ არის. არა და ნაცნობი სახელია. ხო. ძალიან ნაცნობი სახეა არა და. კაცია უგეჭოდ. ვიღაცა დედრობითი დევიდ ბოუია ვიღაცა. ხო, რაღაცა ეგეთი უხეში ნაკვთები მოაქვს. აზე? ალექსანდრა პაიჭაზე? არ არის? ანუ ალუ ანაბელ რაღაცა ესე იგი გამოდის? ანაბელ ალუ არის პირველი. ბოლოაო. ალ. ალექსანდრონი სერგეევიჩ პუშკინი. არა? ალფრედ ეს რამე გადაკეთებულია თუ იმენა ჩუვაკია? აი, მესამეასაც არის. ალა პუგაჩოვა. არ გა როგორ დაპირება? ალა პუგაჩოვა ესა? ეს არის ალა პუგაჩოვა? ხუჭუჭების გარეშე ვერ სად გააძენ ეგეთი სურათი? ალა პუგაჩოვა რო ვერ ვიცანეთ ამდენმა ხალხი. ვიცი რა მინდოდა მე მეკითხა და ვიცი რომ იყავი ბოლოს ბაიკერების შეკრებაზე. მე ვერ მოვედი. ძალიან მინდოდა რომ მოვსულიყო ფიზიკურად თბილისში არ ვიყავი, თორემ მად ვიქნებოდი აუცილებლად. იმიტომ რომ ბევრ ადგილას даже ვახსენებ ხოლმე სულ რომ რამე ეგეთი კრება თუ არის შევიკრიბოთ და რაღაც ისულელი კანონებს დავიდანოთ. შენ რომელ კანონებზე ამბობ დღეს რომ ძალიან იდიოტობაა და დებილობა. რაღაცა ყველაზე სულელური ბოლო დროს რა გახსენდება? ნუ რავი, მაგის ლეგიონია მათი სახელი. და მასე არ ჩამოთვლე, მაგრამ მე ვიყი ფორმულას და მაგ ფორმულას მიუსადაგოთ და მაგის მიხედვით შეგვიძლია გამოვიკვლიოთ რომელია და რანაირად. და ის ფორმულა არ იცვლება არც ერთ შემთხვევაში. მე ვიმაჩნია რომ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა, სხვა ადამიანზე ზიანის მიყენებისა. შესაბამისად კანონები, რომლებიც აი ამ პრინციპს ეწინააღმდეგება. თუ მე მაქვს ყველაფრის უფლება, თუ სხვა ადამიანზე არ ვძალადობ. ძალადობა ნიშნავს, რომ არ ვაზიანებს სხვა ადამიანის სიცოცხლეს, არ ვაზიანებს სხვა ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობას ავტომატურად, არ ვაზიანებს სხვა ადამიანის თავისუფლებას, ანუ არ ვატყვევებ ვიღაცას და იძულებით რამეს არ ვაკეთებინებ და არ ვაზიანებს სხვა ადამიანის საკუთრებას. ანუ მე თუ არც შენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ ვაზიანებ, არც შენს თავისუფლებას საფრთხეს არ წარმოვადგენ, ანუ სახელმწიფო სახელით არ გიჭერ და ციხეში არ გაგდებ რა პირობითად. და შენ საკუთრებას არ ვაზიანებ,
მინდა რომ ყველაფრის უფლება მქონდეს. და ახლა წარმოიდგინეთ, აი ეს ტესტი რო გავატაროთ, რამდენი კანონი აღმოჩნდება სულელური. დაწყებული ამ ჯარიმებიდან, რომელიც აი უაზროდ იბერება და აგერ პარლამენტში 4 წელი ვყიროდით, რომ ერთ რაღაცას ვყიროდით, სულ მოდიოდა შსს, ითხოვდა ჯარიმების გაზრდას, ამბობდა რომ დარღვევები გაიზარდა, ამიტომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ კანონი. აი მილიონი გამოსვლა არის ჩემი. სადაც მე სულ ამბობდი რომ კორელაცია არ არსებობს. თქვენ არ გაქვთ ამის მტკიცებულება, რომ თქვენ რო ამკაცრებთ რაღაცას, ამის გამო იკლებს რამე, რასაც ებძვით. თან ამას თვითონ არ უარყოფდნენ, იმიტომ რომ თვითონ მოხონდა სტატისტიკა. წინა წელს რამდენი იყო, იმის წინა წელს რამდენი იყო და ამბობდნენ რომ წინა წელს გავამკაცრეთ, მაგრამ კიდე მოიმატა. ამიტომ კიდე უნდა გავამკაცროთ. ამას აკეთებდნენ 4 წელი. ახლა 2 წელი არ ვართ. მე ჩვენ რა ვართ, ვაფშე პედალს მიადგეს ფეხი. და ჯარიმები, რავი, აი ბევრად, აი არსებითად გაიზარდა. აი როგორც ჩვენაც არა ვართ პარლამენტში წეველებს რაც უქნეს ხო გასაგებია. მე არ ვიტყვი რომ არ ემსახურებდნენ. ანუ მართლა როგორ შეიძლება და ერთი პარტია, ერთადერთი პარტია წეველების უფლებას ვინც იცავდა. ის პარლამენტში არ შეეყვანათ და მე იმედი ქონოდა რომ არ გაგტისკავდნენ კოცები. და იასნა რომ დაიმსახურეს და ტისკავენ კოცები რა პატიოსნად. აი ზუსტად ეგრე ხდებოდა ყველაფერში. ხო და ახლა ერთი კვირის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და თქვა, ჩვენო გამოვიკვლიეთო, რომ თურმეო ჯარიმების დაო არ ამცირებსო დარღვევებს. მართლა 4 წელი ამას ვიზახდით იქ. თორე ეს ლოგიკა რო აიღო, აი ახლა ხო თქვენს რო არ ყოფილაო, მაშინ ხო რაც მოუმატე ყველაფერი ხო უნდა დაუკლო. ისევ. და შენ ხო ბოლოსაც მოუმატე მარტო გასაკლებ. ხო და აი მთელი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს საზოგადოება, აი რასნიშნავს საზოგადოება, რომელიც პირობითად 200 წელი ცხოვრობს თავისუფალ გარემოში. ჩვენ რავი 70 წელი მონობაში ცხოვრობდით და მე კიდე უცნაური ხალხი ყავდა პირველ პირებად, რომელსაც რა უნდა თვითონ არ იცოდნენ, სხვადასხვა დროს სხვა რამე უნდათ. ხო და ჩვენ რაღაცნაირად გვჭირდება ის, რომ გაიაზროს ამ საზოგადოებამ, რომ საკუთარი ინტერესი რა არის. აი პირობითად ახლა წეველებს კიდე მას ვქენი, მაგრამ თუ შენ წეველი ხარ, შენ ინტერესი უნდა იცოდე. ну შენ ინტერესი უნდა იცოდე რომ აი არ მინდა რომ დამეჭირონ რა მოსაწევის გამო. აი ეს უნდა იცოდე, ნახდათ უნდა იცოდე ეს. ვინ არის ის არჩევნებზე მიდიხარ? ანუ ვინც არჩევნებზე არ დადის, მე მაგ ხალხს პატივცემ. მაგ ხალხს ვაფშე ცუნს არაფერს არ ვეტყვი, იმიტომ რომ ну რავი ახლა მთელი 30 წელია უყურებს ხალხი დადის არჩევნებზე და კაი არაფერი არ მოუტანიათ ამ არჩევნების გამო. იმ ხალხს ის კაცი როგორ გავაკრიტიკო, მაგრამ დადიხარ არჩევნებზე. და ირჩევ იმას, ვინც გიჭერს. აი უბრალოდ გიჭერს რა შენაირებს იჭერენ. უბრალოდ ჯერ არ მოსულან შენამდე. და მე რო დაგიჭერა, იცი რამდენი ხალხი მოდის ახლა ჩემთან ამ წუთას? დამიჭირეს, მოსაწევი წამართვეს, პირობის მართვის მოწმობა წაგვართვეს. რა გავაკეთო? მაგაზე ხო არა გაქრა ამ რასოდები. აი ვეუბნები რომ აი წაგართვეს მარტო ხოცები ზიან პარლამენტი. ადგილიც კი არა მაქვს, სადაც მივიდა, მივალ და უბრალოდ ტვინ შეუჭამ ვიღაცას. დისკომფორტ შეუქმნი რა. ამის ადგილიც კი არ მაქვს. მარტო ხოცები ყავთ პარლამენტში. ახლა მოდი ხარ ჩემთან? ანუ ახლა მოდი კაცო, მოდი სხვა საქმეზე მოდი ახლა. ახლა მოდი იმ საქმეზე, ამას როგორ ვუშველოთ? შენს გაჭირვებას მე ახლა ვერაფერს ვერ უზამ, იმიტომ რომ მარტო ხოცები უნდა მივიდე კოცთან, უნდა ვთხოვო. რო გეხვეწები, აი მოდი ეს კაცი იქნება მაჩუკო. მაგრამ რამდენი კაცი უნდა ვთხოვო? როდესაც რავი 2500 ბარი გადავიჭირეთო. თქვენს 2500 ბარიგა, ამერიკაში არ იქნება ამდენი ბარიგა. ანუ წარმოგიდგენე ეს წეველებს რაც უქნეს. არა თუ მოსაწევის გამო დაიჭირეს, არამედ ბარიგობა შეტენეს. იმიტომ რომ 2500 ბარიგა როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს? მე რო შენ ჯოინტი გადაგაწოდო, ბარიგა ხო არ ვიქნები, იმიტომ რომ შენ მოგაწევინე. ხო და აი ეს არის ჩემი აზრით ამ საზოგადოების პრობლემა. ჩვენ ჯერ არა ვართ ისეთი დაღვინებული საზოგადოება, რომ ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა. მანქანები. რამდენ კაცსაც აწუხებს ის, რომ 6 წელზე მეტი მანქანის შემოყვანა არ შეიძლება. აი მაგ კაც ხალხმა, მარტო ხო ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, ვინც ვიზახით, რომ ეს არ შეიძლება. ადამიანს უნდა ქონდეს უფლება, რაც უნდა იმ მანქანით იაროს. ანუ იმ იგივე პრინციპიდან რომ სხვას თუ არ აზიანებ, რაც გინდა კენი. ვიღაცას უნდა 15 წლის Porsche. ვიღაცას უნდა 3 წლის Hyundai. ხა მე რა ვთქვა რომ 15 წლის Porsche ვისაც უნდა, იმას არ ესმის მანქანები და 3 წლის Hyundai რო უნდა. პირობითად არ არის ნებისმიერ სხვა მანქანა. იმას ესმის მეთქი ან პირიქით, ამას ხო ვერ ვიტყვი. მაგრამ უცბად ეს ხალხი მანქანები, მოტოციკლეტებიც ამ ჟანრში გადის. ეს ხალხი უცბად რომ მისულიყო და ჩემთვის მოეცა ხმა. ეს ხალხი ყველა რომ მოსულიყო. ხო ვერავინ ჩემზე უფრო ლიბერალურები იქნებოდნენ კოცები. აპა მოტოციკლეტისტები თქვენ გენაცვალეთ. მანქანის მოყვა თქვენ ასეთი ლაპარაკებდნენ.
მაგრამ ისინი მივიდნენ და არიგეს 100 200 ლარი, ვიღაცას დაემუქრნენ, ვიღაცა შეაშინეს, ვიღაცა ძველი ბიჭი იყო და ვიღაცა ქურდს დაარეკინეს, ჯერ თავრობა რო ქურდს არეკინებს, ხო ხვდები როგორი პონტია, მაგრამ მაინც ეს გააკეთებინეს. იქ რაღაცა უბლის ბიჭები კოორდინატორებად აქციეს. და მე გავიდა არჩევნები და დაერევდნენ და დაუწყეს გაპარსვა და აი შინაგანად გძნობ რო ეს სამართლიანია. უბრალოდ გეწოდება ეს ხალხი რა, ანუ აი არიცოდა, მოატყუეს, მოტყუებული კაცი რო გეწოდება რა, მაგრამ თან რო გესმის რა, რატომაც მოხდა ეს ამბავი და ჩემი ამოცანა რაღაცნაირად ეს არის, მაგიტომაც დავდივარ ამ ყველა შეხვედრაზე. მოტოციკლეტის მძღოლები არიან დისკრიმინაციის მსხვერპლი ქვეყანაში. აი რამდენიმე ჯგუფი არის, რომელიც აი BMW-ს მძღოლები მაგალითად. იმას რო დაძდევდნენ იმას გუშტელებზე. მე დამიწერეს ახლა მეგას. გუშტელებზე, ხო? ანუ მე ღირსი ვიყავი რაღაცები რაც დავაშავე იმ დღეს. ძალიან დიდი სიჩქარე გავიარე კოსტავაზე. რაღაც სიჩქარის გამო დაგაჯარიმეს თუ ხმის გამო? ხო და გეტყვი. კოსტავაზე გავიარე ის შეხედა რატომაც დაემთხვა რაღაც აქცია იყო თან. მე ძალიან ბევრი პოლიცია იყო რა და რო გავიარე უეჭველი გამომეკიდან იქ ვცხოვრობ თან რა. მომაკითხეს სახლა ეზოდან გამომიყვანეს ანუ მოტოციკლეტი რო გავაჩერე და დავაპარკინგეთ ეზოდან გამომაბრუნეს და რა ხდება მეთქი და ნუ ისა ხმაზე გამოგეკიდეთო რა დიდი ხმა აქო მეთქი ანუ არა აქ მეთქი დიდი ხმა გარხნული მოტოციკლეტია მეთქი რაღაც ის რა თქმა უნდა მაგას ვერ გიმტკიცებენ მე ახლა ჩაბერეო ჩავბერე მთრალი ვიყავი ბაზარი არ არის მეთქეს ლიშენი დამიწერეთ ანუ პრობლემა არ მაგ არანაირი მეთქი რა ანუ რასაც ვიმსახურებ ეხა ბაზარი არ არის მაგრამ ვიმსახურებდი მართლა საბარგული გავაღე გვამია ეგ არ შეგრე გააგზავნე ხო და ანუ ლიშენია რომ დამიწერეს მეთქი ბაზარი არ არის ზუსტ ანალოგიურად ვთხოვ მეთქი აი რა ყურით არ გაზომო მეთქი რამე საბუთი აი ჩეკს რო უშვებს ან რამე საბუთი გამიძრე მეთქი რომ ან ეს არაქარხნულია ან რო ხმაურობს ძალიან ხმა მაღალია მეთქი ან კიდიათ რა და ვერ გავაგებინეთ ანა და მე გადაობა ის იყო რომ მე გავაპროტესტე ეს ჩემი სიმთვრალე რა თქმა უნდა მე წავედი სამხარაულში მე წავიღო ეს მე-12 ოთახში მივიტანე ეს საბუთი და იქაც დაჟე ვინც დამხვდნენ ოპერატორები ქვიათ თუ რაღაც წოდებაც აქვთ მგონი გოგოებს და რაღაც მომენტში უფროს დაუძახეს ამ ტიპს ორჯერ ქონდა ხმაურზე დაწერილი ჯარიმა ან просто ერთხელ ან просто სახთან მომეკითხა ორჯერ ქონდა ხმაურზე დაწერილი ჯარიმა ლიშენია ქონდა დაწერილი და აიყო ჩემ რა ჭირსო მაგ ტიპსო ამდენი რამისთვის როგორ გაგიმეტა თვითონ გაუკვირდათ ბოლოს რა რაღაც ერთი დაეწერაო და გაეშვიო რა სიბოროტეში გადაუვიდაო და ო მაგრა კიდიათ просто ეგეთი რაღაცები და შენ რო იყავი просто მახსოვს იმაზე რა ქვია დედაინას იუსტიციის პარკინგზე რო იყო რაღაცაზე ხიპი შობდით და ვერ მივხვდი რაზე არა ან რაღაც ისე ბაზრობდით რა ბაიკერები და შენ არა მე არაფერი ისეთი არ ყოფილა პირიქით თან ამ შემთხვევაში მე მათი თანამოაზრე ვიყავი ზედმეტი საუბარს არ ყოფილი ადგილი მაგრამ იცი რა შეა საქმე რომ აი ბაიკერები არიან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხო არსებობს რაღაცა ჯგუფი არსებობს ძალიან უცნაურად არჩევენ ქოცები ამ დისკრიმინირებულ ჯგუფებს რა მოტოციკლეტი თუ ყავს უკვე ეჭვიტანი ხარ და შენ რაღაცა პატიოსანი როგორ არის იცი დაახლოებით გავს აი იმას ქურდებს რო დაძდევენ რა შეიძლება არაფერი არ აქვს დაშავებული, შეიძლება არაფერი არ აქვს დაშავებული, მაგრამ ქურდი ხარ, ძმა ქურდი ვარო, ესე იგი, всё, შენ უკვე შენ რაღაცა სისხლის სამართლის დანაშაული უკვე გაქვს ამის გამო. დისკრიმინაცია სხვა რამე კი არ არის. აი რაღაცა ზანგებს რო დაძდევდნენ რა თავის დროზე, რატო იყვნენ ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლი, რომ აი შავი კანი ქონდა რა, რამეს კი არ დაშავებდა, მაგრამ შავი კანი ქონდა. ვიღაცა რატო რამეს კი არ დაშავებს, შენი შემთხვევა შენ თვითონ ამბობ რომ განსხვავებული იყო, მაგრამ იქ ვინც არიან რომ დანარჩენებიც იყვნენ რომ მოტოციკლეტით დადიხარ შენს მოტოციკლეტს ხმა აქვს რავი ახლა გააჩნია ახლა გაზ როგორ მივადგამ კაცო თორე ხმა ყველაფერს აქვს რა მანქანა არის ისეთი რომ ბოლომდე თუ მიადგი გაზი ხმა რო არ ეკნება მაგაზე ხარშება გათვალოთ ძალიან გადაობა იყო ჯარი მაგაზე რომ მომაკითხეს და ჯარი მას მოწოდა ჩემ წინ ქუჩაზე იქით ხარეს ვიღაც რემონტს აკეთებს ჩემი ბარგალკას ხმა ქონ ბოდიში არა ისე დამეჭირა ბარგალკას ხმა ქონდა ვიღაცა რაღაც საკეთებდა ამაზე ძალიან მეთქი ვინმე თუ ვინმე საწუხებს ეხა მეთქი რომ გასროგებ მესღაბრეებია დაიჭირეთ მეთქი რა გაღურული არა ნახე ხმაურს მე ვცხოვრობ საბურთალოზე ხმაურს არ ვეთქი აქვე მქონდა რომ ჩემ ქუჩაზე რო ჩაივლიან ხოლმე მინდა რომ ტროსი გავჭიმო ხოლმე ანუ მართლა ძალიან მარაზმია მაგრამ მაგისთვის გააკეთონ რაღაც არ ვიცი რაღაც მოიგონონ ანუ ეხა ეგრე უღოზროს ჩამორთმევა არ არის გამოსავალი ხო ეგრე ჯარიმების წერა იმიტომ რომ ეგ არის მარაზმი მაგრამ მეგობრებო როგორც ისი ტრადიციულად კომენტარებში ვათამაშებთ ლუდისას და ბავარიას კომბინირებულ ნაკრებებს აქვე იაგო
ეს ჩვენ გასაჩუქრად შენ. ვა, დაჟე მასწავლე ეს სუჩემია? კი, კაცო, თავიდან ბოლომდე. რა არის? ლუდისა და ბავარია სავსეარი პარკი. ვა. გნებავს ლუდი დალია, გნებავს ჩიპსი შეჭამე, გნებავს პარკით ნაგავი გადაყარე, ყველაფერისთვის არის. მადლობა. პირიქით მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით. ეს ახსენა რომ ის რო ქვია, ალკოჰოლი მევასებაო. კი ბატონო, მე ერთად წავიდე დავლიოთ. არა, ეს ვაჩუქოთ იაგოს კიდე. გიორგი, არ გინდა. მე მიჭირს ხოლმე ალკოჰოლს. მე მომეწონა ეხლა რომ დავლიე სვათაშენს უკან. აქამდე კი ნახე. ხოლმე რომ ეს გამისწორდა და იმედია პახმელიაზე თქვი რომ რამოდენიმე გჭირდება ხოლმე და ერთ-ორ პახმელიას გაგატანინებს თუ რამე. მადლობა დიდი. არა, მადლობა კაცო. მოგონებით ბრუნდები, ხო? პირიქით მადლობა რომ ჩვენს გვერდით იყავი და აქ გქონდა როგორი გათამაშება. წინა ვიდეოში გქონდა გათამაშება გიორგი AI-ის მიერ შედგენილი სურათი იყო. უნდა გამოეცნო მაყურებელს რომელიც სიმღერა იყო არის ჩაშიფრული ხო ლალი? ქართული სიმღერა? ხო. არ და ფილმი სარტყელები? მეც ეგ ვიფიქრე რომ არ მოგატყო, მაგრამ ეგ არ ყოფილა. მაშინ კოლგებზე რა სიმღერა არსებობს, ახლა არ ვიცი. მე არ მახსოვს თორე დედაც ვერ ვეთყოდი მე არ გახსოვს. ვერ ვიხსენებ. მე მგონი შენ გამოიცანი ბოლოს ხო თუ არა რაღაც. ეკრანი გაითი, ჩაერთო. ხო, ხო, მივხვდარა. ის არის. კაი, ეს არის მე მინიშნება მაგ. აბა გამოუშვი. კიდობანი. კიდობანი არა ის. სიმღერა კიდობანის. არა, კიდობანთან არის კავშირში ავტორი. კიდობანთან ნოია ზოგადად. კიდობანზე პირველი ნოე მახსენდება და უცნობი მეორე. უცნობი სიმღერა. უცნობი სიმღერა? კოლგები ჩქარა ეგ არ არის? თუ რა არა, არის? კოლგები ჩქარა არა ის. ეგ არ გამიგია. მე მაგარი გაჭედილი მა. ვაგონი მიქრის კაცო. კოლგები ჩქარა. სად გარბიან ჭრელი კოლგის რიგები? ხო. არ მახსოვდა ესე კარგად ეს. ხო, არა, რთული მინიშნება იყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ კომენტარებში ყოფილიყო ვინც გამოიცნობდა პირველი სამი ადამიანი, უბრალოდ რომ სახელები გამოვაცხადოთ. გიორგი, მადლობა რომ აქტიურობ. შენ მითხარი რომ კი მე გამოვაცხადებ მათ სახელებს. რა თქმა უნდა ვიზავ. ბათელკას ჩოგათი. სოფია 1994, სად მიყავთ მატარბლიან და ქსო ეგ უწერია. და ილუშა 326. ილუშ წილში ვარ. დიდი მადლობა რომ აქტიურობთ. აქვე მოუწოდებ ყველა ჩვენ გამომწერს რომ იაქტიურეთ კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო, ასევე ვინც პირველად გვიყურებთ, გამოიწერეთ არხი და გამარჯვებულები ვინც ხართ, მოგწერეთ ლუდისას Facebook გვერდზე და მათ დაგაკვალიანებენ როგორ უნდა მიიღოთ თქვენი ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრებები. შეგვიძლია გავაგზავნოთ. ეხლა მე უნდა გათამაშოთ ისევ. რას მათამაშებ ბიჭოშე? თამაში არის აუქციონი, შემოვა 9 ლოტი და თქვენ უნდა აწყოთ თქვენი 9 ლოტი. თქვენი პოლიტიკური პარტია. კი ბატონო. 10 ლარი გაქვს? ხო. შემოდის ფსონი, ლოტი შემოდის და ფსონებს აკეთებთ. პირველი ლაშა ტალახაძე. რამდენი უნდა გადავიხადო? მინიმუმ ლარი. ლარი კი ბატონო. 2 ლაშა ტალახაძე იყიდე ლარა? ლავი მე რატო არ დავიყიდო? და ბოლოს მე ეგ ოლიმპიადაზე გავუშვებ, ფულს ამოიღებ, რავი ახლა. მე 2 გადავიხადე. 3. 2 გადაიხადე? 3 ლარი 1, 3 ლარი 2, ქიტოვებ. 3 ლარი 3. ბატონმა იეგო შეიძლება ლაშა ტალახაძე. იეგო პარლამენტში ვერ შეხვალ ეგრე კიდე. შანსი არ გაქვს. ანუ მოგავ პარლამენტში შესვლა, ოლიმპიადაზე გასვლა ხო არა? რას ვერ შევაშ? მეორე მე გეტყვით ერთ ისტორიას გეტყვით ლაშა ტალახაძეზე და როგორ არ მეყიდა მე შენ თვითონ მიხდი. ერთხელ ვარ გერმანიაში, კიელნში ფეხბურთი რო იყო ჩვენები რო თამაშობდნენ და მოვიგეთ იმაში პორტუგალიასთან თამაში მოვიგეთ, კაი ხასიათზე ვარ და წავედით გერმანულ კლუბში. წავედით ერთი 9 კაცი. ჩემი ასაკის ცოტა უფროსი ცოტა ნაკლები ესეთი და კლუბის შესასვლელში დგას დაცვა. ფლად გერმანელებს არ გვანან. ერთ-ერთ ჩვენთაგანს ახლა ფეხბურთთან მოდიან ხალხი სპორტული შარვალი აცვია და სპორტული ზედა. შანსი არის არ შეგიშვებდო. რატო? ამასაც აცვია სპორტულიო. ვახ სპორტული აცვია, ნუ რა გავაკეთოთ ახლა? არა, შანსი არ არის, გამოვტრიალდო. მე მივხვდი რომ გერმანიაში კლუბიდან ღამეთ უკან გამოსვლა, ძალიან ესეთია დავრუნდი უკან. მეთქი გეხვეწებით, ჩემი შვით რა იმაში. საიდან ხარო ეს მეკითხება? მეთქარი და ამ შორიდან ჩამოვედი რაღაცა გერმანული ელექტრონული მუსიკის მოსმენა, რაღაცა ეს ამბავი. საქართველოსთან. ვა, ლაშა ტალახაძეს იცნობო ეს მეუნება. და მე გავაძრე ჩემი ინსტაგრამი, სადაც მე და ლაშა სელფი გვაქვს გადაღებული. სპორტის კომიტეტის წევრი ყავი, ლაშა ხშირად დადიოდა, კარგად ვიცნობ ლაშას ზოგადად. და ერთი სელფი გვაქვს გადაღებული. და ამ კაცს ვეუბნები, ამ ვიღაცას.
თურქია რა, როგორც აღმოჩნდა, თურქია აღმოჩნდა. ვეუბნები, აი ლაშა ტალხაძე მეთქი, ვიცნობ თუ არა, ეს მართლა შენ ხარო, კი, მაკვირდება, ეს გაადიდა ეს ტელეფონი. ვა. ესო ჩემი ღმერთიაო. მე უთხარი მაშინ 900 თუ არ მოსული მეთქი. და შეგვიშვა. აი მაგის მერე 3 ლარი როგორ არ გადავიხარ. დაფასა. ვა, არა. ეხა დავაფას. ხო და შემდეგ გადავიღოთ სელფები ჯერ გერმანიაში გვადგება. შემდეგი ლოტი ვარლამ ლიპარტელიანი. ლარსაკაც გადავიხდი. ლარი ბატონი აქვს. მე ვაცდი აგოს რომ ლარი 1, ლარი 2, ლარი 3. მინიმუმ ვერავინ ვერ გამლახავს. კაცული ხარ ბოლო. შემდეგი გენო პეტრიაშვილი. მეც კარგი დაცვა მნიშვნელოვანი. 2 ლარი. 2 ლარი გუნდიშას. 3 მახრას ხათრით. 3 წოდეს, 3 ლარი 1, 3 ლარი. მაინც რამდენი უნდა დაასახელო შენ ასე? 9 არის მთლიანად. თქვენ უკვე 2 ნაყიდი გაქვთ და 2 არა 3 უნდა ვიყიდოს, ხო? 3 უნდა იყიდოთ. კაი, დაუთმობ ერთ სპორტსმენს ამ ხალხს, თორე სიამოვნებაა. კი ბატონო, გენო პეტრიაშვილი შეიძინა ცოტნე. აგობგენას. შენ მეოთხე ლოტი ვიქტორ სანიკიძე. ვიქტორ სანიკიძე. ვა, ლარსაც არ ამბობს. ვიქტორ სანიკიძე, არა ვიცნობ ვიქტორს კარგი უთეთრობა კაცო. მოდი ლარს გადავიხდი მეც. ლარი 1. ხო, მაგრამ არავინ არ არის მეც რა იცი მაგალი კაცი შეიძლება რომ 4 იყიდოს, არა 4 არა. მაგრამ მაგალითად ვერ იყიდის და ვერ თქვენ. ჯობია სპორტსმენები ვიყიდო, ვიდრე დანარჩენი კოცები რო დაასახელებს ეს. თქვენ მოგიწევთ არა, ვერ მე ეხა. იმედი მაქვს ბოლომდე რომ მარტო ხუცებს არ ასახელებს თქო და მაგითო არ ვიყიდო. მაგას ვერ გიგებ. მე ვიქტორში არ შევეწირა, ლარად დავუთმობ. კარგი. ლართ შეიძინა. მე ბორჩი უკვე სიგვაჭრობა. ეგრე გამოდი. ვიქტორ სანიკიძე. ეხა ინანებ. მეხუთე. კახა კალაძე. ბიჭო, რამე რო არ გაიყიდოს ეგეთი არის? არა. უნდა გაიყიდოს, აუცილებლად უნდა ვიდეოცოტნე. მე -1 ლარი. მე ფას დაკლებას ვარ. დამიმატებთ რამეს? არა შედეგებად. კაი, მაშინ კახი კალაძეს ვყიდულობ, მილანის კახის ვყიდულობ ლარად. ირლანდის კახი. ეგ ორი ის. მე კახისთან ერთად მაქვს სელფი. ლარი 1 უთმობ. კი ბატონო, კახა კალაძე შეიძინა გუნდიშამ. მე-6 შალვა ნათელაშვილი. 5? არა, 3. 5 დაფიქსირებულია უკვე. არ გადაგიხდი. კოდი 2, 6. 6-1-6-3. შალვა ნათელაშვილი შეიძინა 6 ლარი. მაგარი დუეტი მყავს. შეკრული. დაჭამენ ერთმანეთს. მე-7 ედუარდ ჩევარნაძე. აუ, ჩემი კაცი. დაიც ამან რამდენი დახარჯა უკვე? 4 ლარი აქვს ამას. 3. 3 ლარი. ის იხდის. 3 ლარი წოდეს. ვინ არის? ედუარდ ჩევარნაძე. ეს შეიძლება გამოძახება? არა. 4. 4 ლარი 1, 4 ლარი. თუ გართობა ბოლომდე 4 ლარი გავერთობი. 3. გუნდიშამ შეიძინა და ედუარდ. 5. შეყვარებული მომწერა, ვერ იმავს. ყურად რა, პოდკასტები დის აქ და რა ვიცი, ახლა ბოლო 3 სასიყვარულო. ჩემი. ბოლო 3 ჩემია ავტომატურად მაშინ. ბოლო 3 ამან ბოლო 2. ბოლო 2. შენ დაგჭა ლევან ხაბეიშვილი და ნანუკა ჟორჯოლიანი. კილოცა. ბატონი იაგოს გუნდი არის ლაშა ტალახაძე, ვარლამ ლიპარტელიანი და ვიქტორ სანიკიძე. დიახ. ცოტნესი არის გენო პეტრიაშვილი. სემით დალშე მაინც შანსი არა აქვს. გენო პეტრიაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და ნანუკა ჟორჯოლიანი და გუნდიშას გუნდი არის კახა კალაძე, შალვა ნათელაშვილი და ვინ იყო ბოლო? ედუარდ ჩევარნაძე. გუნდიშა ვერ მიიღებს არ შეიძლება მონაწილეს, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს დახოცავს. ლალი სლიმმა ჩამოგვიყალიბა ვის როგორი პარტია ვინ როგორი პარტიაში უпроსორად შევიძინეთ და გთხოვთ კომენტარებში დააფიქსიროთ ვის მისცემთ ხმას. აი ამ სამიდან. მე მოვიგე. და ეს ქვემოთ ამონათებული ხედავენ. კაი, ერთიც უნდა გათამაშოთ უცხოთ. მოკლედ, თუ ნააწყოთ იდეალური პოლიტიკოსი, მე ჩამოგითვლით რაღაცა მახასიათებლებს და თქვენ უნდა შეთანხმდეთ ერთ პოლიტიკოსზე რა. ოღონდ შეგვიძლია ვიკამათოთ ერთმანეთში. ხო, შეგიძლიათ ვიკამათოთ, დიახ. ვის უფრო კაი, პირველი ქარიზმა. სოფლიოს მასშტაბით შემიძლია თქვა? არა. მარტო ქართველი? სასურველია საქართველოს ირგვლივ. ხარიზმა. ნუ დავითანხმები რა თქმა უნდა. არა, შემიძლია შევეწინააღმდეგო. არა, არ შემიძლია.
თანხდებით არა ვეთანხმები. შევეწინააღმდეგობოდი, მაგრამ არ შეიძლება. არა, უდაოდ ვეთანხმები, ძალიან ვეთანხმები. იმის მიხედავთ, რომ ჩემზე ბევრად მეტი ნახე ალბათ. ზვიადის ნებისმიერი გამოსვლა ან რამე და მე იმდენი არც მაქვს ნანახი, მაინც რაც მაქვს ნანახი, ეგეც საკმარისია, რომ ქარიზმა არა ასამბობ შეჩიმა. შევარდნაც ქარიზმატული კაცი იყო, მაგრამ ზვიადა მე. ხო და ქარიზმის პონჩი. მეორე ფული რა ფული ასეჩნა? ფინანსური მდგომარეობა. ადამიანზეა საუბარი თუ რა თქმა უნდა ბიძინა. ლოგიკურია. კახა ბენდუკიძე. ხო, ზოგადად მაგრამ ფული ერთის ვერ შეადარებ. ვერ შეადარებ. ახე ფული ხა რო თქვა, აქვს ხო არ ვთქვია, მაგრამ აი როგორ ფულთან აკონტროლებს? მიმართებაში რამდენად სწორი პოლიტიკა და რაღაც ქონდა, მაგაში ჩემთვის კახა ბენდუკიძე არის. ნუ ახლა მე კახა ძალიან მიყვარს და შესაბამისად წინამდება როგორ გაგიწიო, მაგრამ ნუ ფულის ამბავი რადგანაც ითქვა და პოლიტიკოსი რომელიც ფულზე ახსენდებათ, შეიძლება კახაც იყოს კიდევ. აი ხო და პოლიტიკოსი რამდენად არის თქვა ეგო. ახლა პოლიტიკოსიც იყო და არა ბიზნესზე მოვსაუბრე. სწორი არგუმენტი თქვა კაცმა. აბა შალვანა თელაშვილი. საბოლოო პასუხი რა არის? ნუ მე ჩემი შალვა. ბიძინა არა ბიძინა იონის მესამე თმა ყობახიძე. ედუარდ შევარდნაძე. ყობახიძე. თმაში. იდეალურ პოლიტიკოს ვაწყობთო და უკვე ვეღარ მივხვდი მე კრიტერიუმებს. არა, ნუ ეხლა ყველაზე მეტის მომცემი არის ყობახიძე, რომ შეგიძლია როგორც გინდა რა ის რო ვარცხნილობაც გინდა ის დარდუბალაში. რთულია წინამდებობა გაუწია. დარდუბალაში ესე რო თამაშობს მაგაზე მაგრამ არაფერზე არ საუბარი გონდიში. რეალობაზე თანხდებით საუბარი. ყობახიძეზე? არა, მოიცა იაგოს არ ვთქვი. მე ცალავარ წინამდეგი ნუ ხა თმაზე ყობახიძე. ყველაზე ექსტრავაგანტული ვარცხნილობა აქ ამბობ. მოიცა უკეთეს პოლიტიკოსებისთვის თორე. მე უკეთეს გეტყვით არ გინდა? უკეთესი ვინ? ისე ჰა? მეოთხე რა იყო? ისა არ მჯამ. ჯონდი ბაღათურია. მაგას პოლიტიკოსობასთან აკავშირებული პრობლემებია. კარგი. მოიგონებს ხო? მეოთხე ჩაცმის სტილი. ნო, უდაოდ ჩემ პარტიაში მყოფი ბატონი კახი. რა ვიცი? გუბაზე. აუხსნი ერთის არის. ყოველთვის ყველაზე casual იყო. ყოველთვის ყველაზე casual ესო გუბაზე. ეს მანდრიგა. ყალაძის დაუჭერდა. ყალაძე მაინც. არა, ჩაცმაზე თუ უმრავლესობით ყალაძე. კახი კარგად იცის. მეხუთე სპორტული მიღწევა. აი გაგვემართა. არ გაგვიჭირდება. აუელა. არა, მე ხო, ნუ მან ნუ ყალაძე დასახელებულია. არა, ტალახაძე უდაოდ ჩემთვის ალბათ. ტალახაძე სპორტული მიღწევი. კი, მაშინ გააჩნია. ანგენო ან ტალახაძე ხო? ატო ვიზვია და ორის მახსენდება ხო? არა, ხა ტალახაძეს თუ შემოვიყავან ამ ჟანრში, მაშინ ტალახაძე. ხო, ყალაძე? ტალახა. არა, აი ხა, აი ტალახაძე. ლიგების მოგებაზე თუ მიდგება საქმე, კვანამ თავისით მოიგო ის ორი ლიგა და კახის ლიგას მე თან ვერ მოვესწარი კარგად იმ არ მახსოვს ეს წინასწარმეტყველება რომ მქონდეს და მომავალი რომ ის არ მაინტერესებს შემდეგი მეექვსე სიცილი შევარდნაძე აი ის მე თავის ხუმრობის მე რო იცი ის ხოლმე აი ნიშა მე ვერ ვაკეთებ ხოლმე ჩახლეჭილი და მაბატი ეგ გამოყოვეთ რომ ნიშა მირჩევნია სიცილი მიშასი გოუთი იყო მეშვიდე მიდლალი შენქენი რა გულწრფელობა იაგო სპორტი შალვასთანო იყო სად არის მილიონები მეც რომ შემომთავაზონ ეგ შუვაკი აი ეგ იყო ვინარი შალვასის რო იყო რა ვიდეო რო იყო არ გახსოვს ხო მაგის პარტიაში რო იყო მე სიამოვნებით გავიყიდებოდი სად არის თუ არა კი აი გახსოვს ბაზარია რა სურო იაგო არ დაგვეთახმოს მოდი იაგოს ვიტყვი მეც იმიტომ რომ მაგას ვამბობდი რომ საუბარი და რაღაცა შეიძლება და მე თან არა მე მაგას მე ვასწავლე თან ბაიკერების კრებაზე ბევრი პოლიტიკოსი არ მყავს ნანახი მე აუ ეს ბაიკერები იმას ცალკე სექტა ხართ რა ბევრი არიან მერვე იუმორი ერთმამრავლოს იუმორი იუმორი შევარდნაძე შალვას იუმორის მე შალვას შევარდნაძე თორე იყო აი მე არა ნახე შალვას იუმორს პირადად შევესწარი ხო და იმას ვერ შევარდნაძის მარტო ვიდეოებში მოგზაურობ კი მაგრამ შევარდნაძე თორე იყო ხო აი შევარდნაძე თან იყო მე იაგოს მეთახმები ჩემი შევარდნაძის ხათრ შევარდნაძე მეცხრე ინტელექტი
ახალი მთავრობიდან არავინ. აი ბენდუკიძესმა ინტელექტი დავასახელებ. აი ხო. კი ბატონო, ნამდვილად. მეგონი ახლა ამას აღარ მე ვუყარ. კიდე დავასახელებ სიამოვნებით ძალიან მიყვარს. რატო სხვათა შორის პოლიტიკას თუ მიდგებით და ინტელექტზე საქმეს მე ლევან ბერძენიშვილთაც ვიტყოდი. მე ძალიან ლევან ბერძენიშვილი ძალიან ლევან მივასწავლე. ბერძენიშვილი კაი ხანია აღარ არის. არა, გასაგებია, ბედუქიძე საერთოდ კაი ხანია აღარ არის ისე ჩეჩემა. ბიჭო, არა, ბედუქიძე როგორც პოლიტიკოსად ისე აი ვის მუშაობა ყოფტები რა. მეათე გამოცდილება. ისე გამოცდილება. ვინ არის? გამოცდილება. აი ბერძენიშვილი აქ იყოს 40 წელია კაცი პოლიტიკაში შეხვდა. თუ მაინც გინდა იყოს სადმე. არა, არ მინდა კაცო, თუ ნუ იქნება თუ გინდა. კიდე ვინები არის ეგრე ყველგან ნამყოფები არიან? ვით? ყველა პარტიაში რომ ნამყოფი. გამოცდილება სანიკიძე აქ უნდა ყოფილიყო. ესეც არ არის. სანიკიძე. აუ რა. შალვაც თემა, ჩემო ყველა მთავრობის ოპოზიცია იყო საერთოდ. ამარა იმაში რა შეორნაძეც ხო იქ იყო. მთავრობაში ხო იყო. ერთი დროც იყო, მაგრამ მე გადახდა. მე გადავიდე. ეგ არის. მოდი. უღრმესი მადლობა გენაცვალე. მოდი მეგობრებო, ნელა ბოლსკი გავდივართ. პირველ რიგში მინდა უთხრა მადლობა ჩვენს წარგეს ლუდისას, ასევე მინდა უთხრა მადლობა ბავარიას, ჩვენ მეგობარ ლუდს, სხვადასხვის კრაფტ მადლობა ალკოსფეროს გიორგი. სხვადასხვის კრაფტ გრილში მოეწყო ბავარიას ეზო, სადაც შეგიძლიათ უყუროთ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს. იაგო, ვიცი რომ ძალიან დატვირთული და დაძაბული პროფესია გაქვს. შენი წნევის ამბავი როგორ არის? ისი? წნევის. წნევის? არ ვიცი, მე მგონი მზად პროფესიასთან შედარებით კარგად მაქვს აქ. უკეთესად ვიდრე შეიძლება იყოს? მოდი შევამოწმოთ შენი წნევა, ერთი თხოვნა მაქვს ვალიკოსა და პარალელურად უბრალოდ მინდა რომ ნახოთ before and after ფოტო, ანუ პოლიტიკაში მოსვლამდე და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ რა. აიცა როგორ უნდა გამიზომოთ ახლა კი, ანუ ფოტო ატრაკე, ბიჭო. ფოტო ყველაფერს გვეუბნება. თალისის რეკლამაა, ოღონდ ის უნდა იყოს მე. კაი, საჭირებოდი. ბიჭო, დუმარი აღარ მოვა. კაია. მოდი თან პარალელურად. იქ ბედნიერი ხარ, იაგო. სხვათა შორის, ნახე, იქ ბედნიერი ხარ შედარებით. აი, ცოტა სხვანაირი სახე, იქ ძალიან მოღუშული ხარ. იქ შეიძლება ძალიან ცუდი ჟურნალისტები გიდგას გვერდზე. აი. ეს ერთი ბენდუკიძის უნივერსიტეტის კამპუსშია გადაღებული. ეს მაგიტო არის ხო? ეს სამი ნუ ელაპარაკი წნევას უზეუმო. მაგრამ აი დაიწყებს ორ წამში. მან დაწომა? ხო, ანუ ეხლა ნამდვილად ხელზე საიცია. შეიძლება ცოტა შეცდომა იყოს, მაგრამ ეხლა ულივი მაშინ გავიხდის პიჯაკს ბოლო. არა, მე მგონი შეცდომაშია. უი დედა. არა, ამდენი არ მექნება. კაი, 180 ავიდა. არა, 160 არ მექნება. ეხლა არა, იკლებს. არა, შედეგს ბოლოს აჩვენებს. ეს უკვე შეიძლება ახლოს არის. უკან დაზადნაზე მეტად. მოდი გავიხდი პიჯაკს, თუ მაინც და მაინც გასვლა პრინციპული საკითხია, თვითონ არ ზომავს. ჩავრთელობაზე მიდის საუბარი. არა, ეს არ ზომავს. არა, არ შევა. არა. დაზომა. 121 84-ზე. კი, ეს რეალურია. აი, ესეთი ნერვები, ესეთი წნევა უნდა გქონდეს ხალხს. რატო უნდა გქონდეს ცუდი წნევა? ცუდ ხალხთა ვარ მოხვედრილი, ცუდ სუფრაზე ვარ, ცუდ პოდკასტში თუ რატო? არა, მაგიტო არა მან. კარგად წყარ. ეს იმაზე. სურას თუ გავხედავთ? იმაზე უნდა გაგიზომონ. ბიჭი, ცუდ ხასიათზე ხარ ძალიან. აქეთ მე ბრიფინგზე ვდგავარ პარლამენტში. ჰა? ბრიფინგზე ვდგავარ პარლამენტში. კაი ხასიათზე როგორ უნდა ვიყო? იაგო, იმაზე უნდა გაგიზომონ, რა ქვია, დებატებზე რო ხარ ხოლმე, მაგ დროს რამდენი არის წნევა? კაი კონტენტი იქნება TikTok-ისთვის. რატო დებატებზე მევასება ხოლმე რო ხარ. შენ ხარ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კაი ის სადებატოთ, იმიტომ რომ ძალიან კაი არგუმენტები და რაღაცები აქვს. მე კიდე გუნდი შეთხოვ რა, აქვს რომ ჩამოასხა ზანამ წნევას მიზომავ. და იაგომ ერთი სადღეზე შემოგთავაზოს ბოლოსკენ. ეგ ტრადიციული რუბრიკა გვაქვს, რო იცოდე. მოდი, ოდნავ დაგიმატებ და რამდენიც გაგიხარდება, იმდენ დალი. დაიჟდა. მოდი ჩვენს ქვეყანას გამომარჯვოს. გენაცვალე იაგო. დავრჩები ჟანრის კლასიკაში ამჯერად არაფერ ფილოსოფოსობას არ დავიწყებ. შემოგევლე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არ მოგწონს, რადგანაც არ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არ გავდივართ აქედან, ჩვენი საქციელი თვალდასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე საუკეთესო ადგილი ამ სამყაროში საქართველოში. კი ბატონო. და ესე დარჩენილი იყოს. უკეთესიც გამხდარიყოს. გამოდის. ვიდრე დღეს მიგვაჩნდა. ჩვენ ქვეყანას გამოდის.
გულის სიღრმეში ალბათ ვისი მომხრეც არ უნდა იყო, რაც არ უნდა იყო, საერთოდ არ უნდა იყურებოდა ყველას ფინალში გულში ის გვაქვს, რომ ქვეყანა იყოს კარგი და ლამაზ, გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში გვინდა რომ ვიცხოვროთ და გამომორჯოს ყველას ფიქრებს, როგორც ფიქრებშიც გვაქვს ხოლმე ჩვენი საქართველოს წარმოადგენელი და ჩვენ ქვეყანას გამომორჯოს. გეთანხმები იმ ბავშვი, რომ ყველას საბოლოო ჯამში ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა უნდა, უბრალოდ განსხვავებული ხედვა გვაქვს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. სწორედ ამაში არის ყველაზე მთავარი მიზანი ჩვენი ქართველების, რომ რაღაცა საერთო გზა ვიპოვოთ, რომ ეს იდეალური ქვეყანა ავაწყოთ. თუ კი შესაძლებელია ეს ყველაფერი. აქვე მინდა ვთქვა, რომ დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო, რომ ჩვენს გვერდით იყავით, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში აქტიურეთ და რა თქმა უნდა, იაგოს დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი იყავით დღეს. მადლობა თქვენ. წარმატებები და რა ვიცი. ამერიკაში მიფრინავ გავიგე და აბა, კეთილი მზავრობა. გაიხარეთ. იქ ტრამპი მომიკითხე, ტრამპი ერთი რა შვება ის. ბატონი დონალდი. ბატონი დონალდი. ეგ არის.